გამოცდილების ამ პირდაპირ აირექსის ჯიმედია პროგრამის მხარდაჭერით გახორციელებული პროექტი წინასაარჩევნო დებატების შესახებ არჩევნები 2012 წარმოგიდგენთ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს ესენი გახლავთ გიორგი ახვლედიანი ქრისტიან დემოკრატები ბატონი გუბა სანიკიძე ქართული ოცნება გიორგი თევდორაძე ნაციონალური მოძრაობა ლეიბორისტები სამსონ გუგავა ჩვენი დღევანდელი თემა გახლავთ დასაქმება და შრომითი უფლებები და ვიდრე შეუდგებოდეთ დებატებს ვნახოთ სიუჟეტი რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა ჟუკა ბანძალაძემ მოამზადა საკითხი, რომელიც ერთნაირად აქტუალურია სხვადასხვა პროფესიის ადამიანისთვის და უფლება, რომელიც უნივერსალურად მიიჩნევა. როგორია ქვეყანაში არსებული დასაქმების ხარისხი, ამის შესახებ დღეს ყველაზე მეტ საუბრობენ და როგორც პრობლემური თემა თითოეული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაში წამყვან ადგილს იკავებს და რას ფიქრობენ თავად მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებას ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევენ. Შეიძლება დაგვაროთ ხდება დასაქმება ხალხის. უმუშევრები ძალიან ბევრია, მაგრამ ხდება. წინსვლა არის და ძვრები არის. ჩემი შვილები 10 არ არიან დასაქმებული. ექიმი მყავს ერთი, მეორე იურისტი, მესამე კიდე მენეჯერი, ეკონომისტია. ცუდი მდგომარეობა არის, შესამჩნევი არის თავისთავად. გაჭირება არის. ესე საშუალება შემოსავალი არის, საიდან არაფერი წყარო არ არის. საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემადაა მიჩნეული, რომლის მოგვარების გზაც თავად მოქალაქეებს განსხვავებულად ესმით. უნდა ამუშავდეს რაღაცები, წარმოებები, რაღაცა, სოფლის მეურნეობა, რაღაცა, რომ შეიქმნას პროდუქცია და ხალხი გამდიდრდეს და იცხოვროს ნორმალურად. ბავშვი უნდა დაედოს საქონელს, უნდა გამოცხადდეს, რომ არა, წარმოებლებო რა გინდათ, რას გააკეთებთ, დავუშვათ ფეხსაცმელი წარმოება გინდა რა? კი ბატონო, აწარმოებთ ფეხსაცმელი, მე დავადებ ბავშვს. ბავშვი გაიზრდება, იმპორტულ საქონელზე და თავისთავად ყველა მუშაობა. სათავეში გვინდა ხელმძღვანელი ისეთი, რომ ხალხს იზრუნოს და წარმართოს რა. ის რომ საკითხი აქტუალურია კვლევითი ორგანიზაციების დასკვნებიდანაც ჩანს. 2012 წლის თებერვალში NDIM სხვადასხვა თემის შესახებ გამოკითხული მოსახლეობის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა სამუშაო ადგილები დაასახელა. მაშინ, როდესაც ჩამონათვალში ტერიტორიული მთლიანობა, განათლება, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო მითითებული. ამავე კვლევებზე დაყრდნობით დასაქმების კუთხით ბოლო 3 წლის განმავლობაში ვითარება არ შეცვლილა. ამ მიმართულებით მუშაობს ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, რომლის დირექტორიც გასულ წლებთან შედარებით დღეს პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციაზე საუბრობს. ბუნებრივია ჩვენი დასაქმების პროგრამები და ასევე განათლების პროგრამები ყოველთვის ეყრდნობა გარკვეულწილად კვლევებს, რომელსაც ასევე ჩვენი ორგანიზაცია ატარებს სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად 2008 წლის კვლევები ძალიან აშკარად ადასტურებდა დამსაქმებლების მხრიდან განსხვავებულ დამოკიდებულებას და გულისხმობ იმას, რომ მათი 60%-ზე მეტი რეალურად დასაქმების წყაროებად იშველებდა საკუთარ სოციალურ კონტაქტებს და სოციალურ წრეებს, ანუ ნათესავებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს და ესე შემდეგ. დღეს ტენდენცია დამსაქმებლების მხრიდან ძალიან შეცვლილია, თითქმის შემიძლია ვთქვა, რომ რადიკალურად შეცვლილია. მოთხოვნა მაღალ პროფესიონალ კადრზე არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს იყო წინა წლებში. თუმცა დღეს უკვე ძალიან სერიოზული აცდენა გვაქვს შრომის ბაზარზე არსებულ კადრების პროფესიონალისტთა და დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. არსებულმა ხელისუფლებამ ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემის მოსაგვარებლად მინისტრთა კაბინეტში კიდევ ერთი უწყება დაამატა. რამდენად შეძლებს დასაქმების სამინისტრო მდგომარეობის შეცვლას, ეს მომავალში ისევ საზოგადოების სოციალურ ფონზე აისახება. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვარ, დარწმუნებული ვარ, წინ საკმაოდ საინტერესო დებატები გველოდება. მეორე ბლოკში ჩაგვერთვებიან არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები და ისინი შესაბამისად კითხვებს დაუსვამენ სტუდიაში მობრძანებულ სტუმრებს, ასევე ოპონირების საშუალება გეძლევათ. თქვენ ძალიან გთხოვთ დავიცვათ რეგლამენტის 3 წუთი პირველ კითხვაზე და პირველივე კითხვით გადავდივარ ბატონ გიორგი ახვლედიანთან, მე მგონი წინააღმდეგი არც ერთი არ იქნება. თქვენი სლოგანი მინდა მოვიყვანო, შვილებს განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონერებს დასვენება, ასეთია თქვენი დაფასება, ასეთია თქვენი სლოგანი და კვლევებმა აჩვენეს, რომ დაუსაქმებელთა დიდი ნაწილი არის პენსიონერი. ხომ არ ითვალისწინებს თქვენი პროგრამა აი პენსიონერების უპირობო დასვენებას? და კიდევ ერთი თუ შეიძლება, აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მშობლების დასაქმება?
პენსიონერი იმის პენსიონერია, რომ ის პენსიაზე იმიტომ დადის, უბრალოდ ხოსა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ანუ წამზომი ჩაირთო ბატონო გიორგი, დიახ. უპირველეს ყოვლისა დასაქმება შეეხება იმ ადამიანებს და ეს ადამიანების პრობლემაა, რა თქმა უნდა, რომლებიც არიან დაახლოებით 18-დან 65 წელს ასაკამდე. ანუ ადამიანები, რომლებიც არიან შრომის უნარიანი, რომელსაც უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომელსაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სახელმწიფომ და რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა და მათ უნდა ჰქონდეთ სამუშაო რეალობა და არეალი. პენსიონერები არიან ადამიანები, რომლებიც პენსიაზე გადიან და მათ ისინი დაუსაქმებლად ვერ ითვლებიან, რა თქმა უნდა. უპირველეს ყოვლისა, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ შვილებს უნდა ჰქონდეთ განათლება, მშობლებს უნდა ჰქონდეთ დასაქმება და პენსიონერებს, ჩვენს ბებიებს და ბაბუებს უნდა ჰქონდეთ დაფასება, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს აბსოლუტურად ყველა თაობაზე ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებზე. ეს არის სამი თაობა, რომელიც უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს ჩვენს ოჯახებს და ჩვენი ოჯახები არის იმ მდგომარეობაში, სადაც ყველა თაობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ კეთილდღეობის რეჟიმში. ჩვენი შვილები რომ უნდა იყვნენ განათლებულები, ეს არის ჩვენი მშობლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სადგივარი და ამ მიმართულებით უზარმაზარი პრობლემები დგას და მე ამ თემას ალბათ სხვა დებატებში შევეხებით, რაც ქვია განათლების საკითხები. რაც შეეხება მშობლების დასაქმებას, სანამ დასაქმების რეალობას და პრობლემის მოგვარებაზე დაიწყებოდა საერთოდ ფიქრი ქვეყანაში, მანამდე ელემენტარულად იმაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ და შევჯერდეთ, რა რაოდენობის უმუშევარი და დაუსაქმებელი ადამიანია საქართველოში. ის ციფრები, რომელსაც დღეს ხელისუფლება აცხადებს, უცხადებს თავის მოქალაქეებს და უცხადებს მთელ მსოფლიოს, ეს არის არარეალისტური, ეს არის შეცდომაში შემყვანი და ეს არის უბრალოდ მოტყუება საზოგადოების, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ თურმე საქართველოში დაახლოებით 15%-ია, 14-15% არის უმუშევართა რაოდენობა. აი იგივე კვლევები აჩვენებს, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ და არა მხოლოდ ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის ყველა საერთაშორისო კვალიფიციური ორგანიზაციის კვლევის შედეგებით მტკიცდება ის, რომ საქართველოში 70%-ზე მეტი ადამიანი თვლის თავს დაუსაქმებლად და ელის სახელმწიფოსგან ქმედით ნაბიჯების გადადგმას, რომ რეალობა შეიცვალოს. სიტუაცია ეგეთია, საქართველოში 50% ჩვენი მოსახლეობისა სოფლად ცხოვრობს. ხელისუფლებისათვის ეს ადამიანები არიან თვით დასაქმებულები. იმიტომ რომ მათ აქვთ 1 ჰექტარი, 9 ჰექტარი მიწა და ხელისუფლება თვლის, რომ მათ შეუძლიათ მოიყვანონ მოსავალი ამ 9 ჰექტარზე და მერე მთელი ცხოვრება, მთელი წელიწადი ბედნიერად იცხოვრონ. ეს ხო აბსურდია, ეს ხო თვალებში ნაცრის შეყრა არის ამ ადამიანებისთვისაც, მთელი საზოგადოებისთვისაც საქართველოში და უცხოელების შეცდომაში შეყვანაც არის საქართველოში დაუსაქმებლებასთან დაკავშირებით. ამიტომაც როცა ჩვენ საუბრობთ, რომ დასაქმების პრობლემა არის მოსაგვარებელი, პირველ რიგში უნდა გავსაზღვროთ, რამდენია დაუსაქმებელი და მერე სამინისტროები კი უნდა შევქმნათ არჩევნების წინ, რომ თითქოს და დასაქმების პრობლემას ვაგვარებთ და ადამიანებს ვეკითხებით, რა პროფესიის ხართ და დედა როგორ გჭირდება, თურმე თქვენ აი პროფესიის ადამიანი სადიყავით აქამდეო. ეს შეურაცხყოფელია ადამიანებისათვის. პირველ რიგში ჩვენ თუ გვინდა დასაქმების პრობლემა მოვაგვაროთ, ამიტომ ამისათვის სერიოზული რეალური ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. პირველ რიგში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომ ადამიანებს რეალურად ჰქონდეს შესაძლებლობა და რეალური შეღავათები უნდა განხორციელდეს საგადასახადო სექტორში, იმიტომ რომ დასაქმებით ადამიანს ვერ დაასაქმებს სამინისტრო, ვერც იგი უგულავა, რომელიც ჩააკრავს პურს თონეში, ადამიანს დაასაქმებს მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც დღეს ამის რეალური საშუალება არ აქვს, იმიტომ რომ ის არის ყველანაირად შეზღუდული. დასაქმების სამუშაო ადგილებს ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში, რომელსაც ხელშეწყობა დღეს ქვეყანაში არის. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. ეხლა თქვენთან გადმოდივარ კითხვით ბატონო გიორგი, თუ შეიძლება რა თქმა უნდა, სიუჟეტიდან ნაცვლად შევამდა, რომ დაუსაქმებელთა ძალიან დიდი რაოდენობაა საქართველოში, ამან თქვენ სამარჯვენო პროგრამაზეც პოვა ასახვა და შეიქმნა ბოლო დროს დასაქმების სამინისტრო და კონკრეტულად ძალიან საინტერესოა ალბათ როგორ აპირებთ პრობლემის მოგვარებას. პირველ რიგში უნდა მოგესალმოთ, ვინმე წამზომი ჩაირთო ბატონო გიორგი. სტუმრებს, მოგესალმება ჩვენს ოპონენტებს. ვერ გავიგე, კარგია თუ ცუდია, რომ პურის ჩაკვრა ვერ მოვასწავლე ჩემი ქუთაისის მერატყოფნის პერიოდში ეს შეკითხვა გამოჩნდა ბოლო რეპლიკისგან ბატონო გიორგი. რაც შეეხება დასაქმების საკითხს, მინდა თქვა, რომ დროს მიწამართებთ ჩემს რეგლამენტში ძალიან ვცდობ, ძალიან გთხოვთ. რაც შეეხება დასაქმების საკითხს, ჩვენი სლოგანი არის მეტი სარგებელი ხალხს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყნის განვითარებით მეტი სარგებელი მოვუტანოთ ხალხს. მეტი სარგებელი ხალხს ავტომატურად ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, იმიტომ რომ მართლაც ყველაზე მწვავე, ყველაზე მტკივნეული პრობლემა საქართველოსთვის და მათ შორის ქუთაისისთვის ეს არის უმუშევრობის საკითხი. თქვენ შეეხეთ სოფლის მეურნეობის თემას ზოგადად. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ეფექტურად გვინდა რომ მეტ ფერმერს გავუწევთ დახმარება. იგივე ირიგაციის სისტემის მოწესრიგებითა და ახალი ირიგაციის სისტემის შექმნით, რომელიც 90,000 ჰექტარი მიწის მორწყვის საშუალებას მისცემს ქვეყანას. 12 ტრენინგ ცენტრის შექმნის საშუალებით, რომელიც ახალი ცოდნისა და მეტი ახალი გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს ჩვენს ფერმერებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოფლის მეურნეობაში მეტი ადამიანის დასაქმების და ეფექტურად დასაქმების შესაძლებლობა იქნება. ტურიზმის სფერო ეს უნდა იყოს
განვითარებადი სფერო საქართველოში. თქვენ იცით, რომ ამ მმართველობით იგივე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, ქუთაისის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის დაწყებული მესტიითა და ბათუმით გაგრძელებული. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი გარემოს შექმნის წინაპირობაა ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ტურიზმის განვითარება ეს არა მარტო ტურიზმის მომსახურების სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა, არამედ იგივე სოფლის მეურნეობის და მშენებლობის ბიზნესის განვითარების წინაპირობაა ნებისმიერ ქვეყანაში. ასევე მინდა ვთქვა ერთი რამ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც ამ ბოლო დროს ქვეყანაში ხორციელდება და ბევრჯერ სკეპტიციზმის თემა ყოფილა ოპოზიციისთვის, ჩვენ ვქმნით გაცილებით საინტერესო საინვესტიციო გარემოს. შეხედეთ უბრალოდ შალ სტატისტიკურ მონაცემებს 7 მილიარდიდან ჩვენი ეკონომიკა დაიზარდა 28 მილიარდამდე. ჩვენ მარტო მიმდინარე წელს გვექნება 7%-იანი ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში. ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელდა პირდაპირ მნიშვნელობით უფრო მეტი ინვესტიცია, ვიდრე ბოლო 20 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ერთი მიზნისკენ მიმართული. უფრო საინტერესო საინვესტიციო გარემო ქვეყანაში ნიშნავს უფრო მეტ ინვესტორს დაინტერესებულს. უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესებული ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქუთაისშიც, თბილისშიც და ზოგადად საქართველოში. ასე რომ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც მთავარი თეზისიც არის, მეტი სარგებელი ხალხს არის ორიენტირებული, მოტივირებული ერთი მიზნისკენ. მეტი საინვესტიციო გარემო საქართველოში, უფრო მეტი ბიზნესის დაინტერესება საქართველოში და სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარება. გეგმონი ჩავეტიოთ. ჩავეტიეთ ბატონო გიორგი, დიდი მადლობა. ბატონო გუბას ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო ქველმოქმედი და კი ბატონო, ახლა ქველმოქმედია, მაგრამ თავისი ფინანსების დაბანდება მან ადამიანის დასაქმებაში რატომღაც არ მოახდინა და რას და როგორ აპირებთ შეცვალოთ ამ მიმართულებით? მე ერთ შეკითხვა მაქვს თქვენთან, სანამ მე ჩემ მოსაზრებას გეტყვით. მე შემიძლია აპელირება გავაკეთო ჩემი კოლეგების განცხადებაზე, შეკითხვის სახით ან კომენტარებით. ამის დრო მოგეცემათ ბატონო გუბას. არა, იმიტომ რომ სანამდე პროგრამაზე ვისაუბრებთ, მე მაინტერესებს ბატონი გიორგისგან ანგარიში 2008 წელში, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და დარჩნენ უпроსორად საქართველოს სიღარიბის გარეშე. ბატონო გუბას შეგეცვალეთ რა. არა, ნუ შემაწყვეტეთ. ერთი წუთი. საშუალება მოგცემთ აუცილებლად. თუ შეიძლება არა ნამდვილად ძალიან გთხოვთ დავიცვათ რეგლამენტი, მე ვიცი რომ არა, დავიცვათ რეგლამენტი, თქვენ აუცილებლად მოგეცემათ საშუალება, მე პირობას გაძლევ. თუ შეიძლება ამ კითხვასთან დაკავშირებით ჯერ ჩემ კითხვას გაიცით პასუხი. გავცემ პასუხს, კი ბატონო. დიახ, და ის შემდეგ უკვე მე მოგცემთ იმის. კი ბატონო, გასაგებია უკვე ყველაფერი ჩემთვის. კი ბატონო, რა შეეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას. ამ ქვეყანაში სული უდგას ჯერ კიდევ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ქუჩაში რომ ხალხი არ ყრია შიმშილისგან დახოცილი, ეს მნიშვნელოვანწილად არის იმ დახმარებების გამო, რომელსაც ის უწევდა წლების განმავლობაში ქართულ სახელმწიფოს. ეს ერთი და მე მგონი საკამათო არ არის და ამაზე ნუ ვიკამათოთ. ახლა რა შეეხება? აქ პროგრამულ საკითხს. აქ ყველაფერზე ზედმეტია საუბარი, არანაირი ტურიზმი არ არსებობს ამ ქვეყანაში, არანაირი ტურიზმი არ განვითარდება იმ ქვეყანაში, სადაც პანკისის ხეობაში რა ხდება, ხო ხედავთ, რომელი ტურისტი ჩამოვა აქ, ან ვინ ჩადებს ინვესტიციას, სადაც ხელისუფლება ჯერ დაღესტანს ადებს ბრალს, რომ თურმე დაღესტნელები ყოფილან დღეში შემოსული და თურმე აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოქალაქეები არის დახოცილი ორივე მხრიდან. ამას თავი დავანებოთ, ეს არის ტრაფარეტული განცხადებები. არაფერი ამის უკან არ ადგას. სავსებით საკმარისი იყო ნაცმოძრაობას, ჰქონდა 9 წელიწადი, რომ ეს ქვეყანა ჯოჯოხეთი არ ყოფილიყო. ახლა ჩვენ რას ვაპირებთ? ნაცმოძრაობა გამიზნულად თავისუფლების ინსტიტუტი, ნაცმოძრაობის იდეოლოგიური სამჭედლობა გამიზნულად ებრძვის ქართულ სოფელს და ქართულ გლეხტას. ქართული ოცნება აპირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და აუცილებლად მოვალ ჩვენ პირველ რიგში ხელისუფლებაში გავიმარჯვებთ. საქართველოს უნდა გადაიქცეს მაღალ ტექნოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის წარმოებელ ქვეყანად და აქ ყველანაირ საუბრებზე, ციფრებზე, საუბრებზე ლაპარაკი ზედმეტია, ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, სადაც ჩაიდება მილიარდი დოლარი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებას. ქართული სოფელი, ქართული ახლა თუ გამომიკლებთ იმას, ჩემ იმას, კი ბატონო, მაშინ მოვჩი მე მილიარდი დოლარი. არა, წუთით რა, ნუ მაწყვეტიეთ, ძალიან გთხოვთ რა.
დაიცავით პროფესიონალური ეთიკა, რა ძალიან გქონდა. გისმენთ ბატონო გუბას. მაშინ მოკლედ ვიტყვი, ძვირფასო მეგობრებო, ქართული ოცნება აპირებს $1 მილიარდის ინვესტირებას ქართულ სოფელში, რაც ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის ნახევარი არის გლეხკაცობა, ერთბაშად დასაქმება გაისიდან და ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დასაქმებას. აი ეს არის დასაქმებასთან დაკავშირებით და მე კომენტარებს ალბათ მომცემ საშუალებას რომ გავაკეთო. ბატონ სამსონ, თქვენთან გადმოვაკეთოთ თუ შეიძლება ბატონო ბატონო მოგცემთ მე თქვენ ამის საშუალებას და მე 2008 წელს ბატონო მე შევაწყვეტე რა იყო წასულში ნაკლებად საინტერესოა ვფიქრობ ტელემაყურებლისთვის და ამომრჩევლისთვისაც სხვათა შორის. მათთვის უფრო საინტერესოა რა იქნება მომავალში. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რა ვიცი ალბათ უპრიანი ძინება თუ შეიძლება ვიღოს რეგლამენტი და ბატონ სამსონთან მომავალზე ვისაუბროთ ხალხს უამრავი ყოფილი ძალიან დიდი ბოდიში ბატონებია მაგრამ მე შევაწყვეტინე ბატონ გუბას და შევაწყვეტინე ასე უკაცრავად ბატონო სამსონ არაფერს არ ვთქვა თქვენ ყოველთვის წარსულში იქეკებით და წარსულში გინდა ბანკშალობა წარსულში ქექვა სხვათა შორის ხო და წარსულში ნუ მიყავთ ხალხი საბჭოთა კავშირში ნუ მიყავს ხალხი თქვენს ლიდერს მაშინ რას ლაპარაკობ იმას ლაპარაკობ რასაც თვითონ ამბობს არაფერს არ აქვს დაწუნებული ვარ რომ თქვენს კოლეგას ძალიან გთხოვთ ძალიან გთხოვთ რა გუნკურნალე დროზე ქენეთ რა სამდე ეხლა ძალიან გთხოვთ ეგ არის ქუთაისი თქვენ ალბათ ქუთაისი შეიძლება ბატონო გია მივიყოთ და სამკურნალო ისკაცია ვისაც საბჭოთა კავშირში უნდა ქვეყნის დაბრუნება ჩვენ კითხვის სამკურნალო ისკაცია ვისაც საშუალებას გააძლევთ ბატონო გია თუ შეიძლება იმაზე დანაპირება ბატონი ერთი კოლეგას რა და თქვენი კოალიციის წევრებიც ბატონ სამსონთან გადაწყებას უკაცრავად უაქნევ კაცო შენა უკაცრავად რა ძალიან კოლექტივი იყავით კოლექტივი ყავდა შეურაცხყოფას მოაყენეთ პატივი ვცეთ კოლეგას რომელიც ველოდება პატივი ვცეთ რომელიც ველოდება უკაცრავად ჩემო კარგო რა და კიდევ ერთხელ გეუბნებით წესერა ვიგზები შენაბათ ქუთაისში დიდი ხანი არ ყოფილა და ქუთაისში კოლექტურად და ზბილობია გასავლით ეხლაც ძალიან გთხოვთ ცოტა კორექტულად პატივი გცეთ კოლეგას, იმიტომ რომ გველოდება ბატონი სამსონი და ეხლა მე კითხვით გადმოდივარ ბატონ სამსონი. დამუკრება თქვენი სტრატეგია და ამას შესაბამისად შეაფასებს ქართული ხალხი დაწუნებული ვარ. მუქარი სტრატეგიაზე ხარ. მომეცით საშუალება თუ შეიძლება რომ დავსვა კითხვა. კი ბატონო თქვენს გიდასტურებ. ბატონო სამსონ, კვლევებმა აჩვენეს რომ დასაქმებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი კერძო საწარმოებში ეგრეთ წოდებული მდიდრების მიერ არის დასაქმებული. და აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა მდიდრებს წაართმევთ ღარიბებს მისცემთ. აი ეს დასაქმების ჭრილში როგორ წარმოგიდგენიათ? მოდი სანამ ამას გავაშინათ, უპირველეს ყოვლისა მე მოგილოცავთ ამ დებატების დაწყებას, მინდა საზოგადოებას უთხრა რომ წლები 2006 წლის შემდეგ, როდესაც საკრებულოს წევრობა დავამთავრე 2010-ში, ტელეკომპანია რიონს ტელეკომპანია რიონს და ხელისუფლების წყალობით არც ერთი დებატი არ მოუწყვია, არც ერთი ოპოზიციონერი არ მოუწევი. დღესაც, როდესაც მოგვეცა დებატების შესაძლებლობა, ნაცმოძრაობა და ოცნება როგორ ჩანს წინასა გარიგნენ რომ მთელი ეთერი დაეთმოთ მათ და ჩვენ დამსწრე აუდიტორიის როლში აღმოჩნდეთ. მოდიში რა ბატონო გუბას თითოეულ ჩვენთაგან წყალივით გვესაჭიროება ტელეეთერი, ჩვენ არ გაგვაჩნია არც თქვენ ხელა ფინანსები, არც ხელისუფლების ხელა გავლენები და ფინანსები და შესაბამისად ეს ორი წუთი რომელიც გვაქვს გამოყოფილი წყალივით გვჭირდება რომ მოსახლეობას შევახსენოთ დაწყებული ხელისუფლების. ხლა ბატონი გიორგის და ნაციონალური მოძრაობის ის გუნდი, რომელიც ნაწილიც თქვენთანაა ბატონო გუბას, ერთად მოდიოდით 2003 წლიდან. ამავე ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს. ხოლო ბატონ გიორგიზე მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა, როდესაც ჩვენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს დავამარცხეთ, ბატონ გიორგი თქვენაირი პროფესიონალი ჟურნალისტი უნდა მცანდებოდეს ტელევიზიაში და საჟურნალისტიკო სივრცეში. ამით ჩვენ კარგავთ დროს ვაცდენთ თქვენ პოლიტიკაში ყოფნით. ხოლო რაც შეეხება მდიდრის წართმევას და ღარიბის მიცემას, კარგად მოგეხსენებათ ბატონებო თუ როგორ გამდიდრდნენ ამ ქვეყანაში. მდიდრდება ის ადამიანები, ვინც არიან ხელისუფლების სათავეში. დავიწყოთ მთელი მაჟორიტარული კორპუსი. თუ დამისახელებთ ერთს მაინც, რომელიც არ არის მილიონერი. ხოლო მათი მოღვაწეობა შემოიფარგლება პარლამენტარიზმით. ხოლო პარლამენტის ხელფასი არ ყოფნის ადამიანს გახდეს მილიონერი. შესაბამისად, ნაყოფია გეგენავას ჩამოთვლა გვარები
უამრავი გვაქვს შესაბამისად ამ ადამიანებს ჩამოერთმევთ ის უკანონოდ მითვისებული ქონება პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს წარმოადგენს ნავთობის, ოქროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოლო დანარჩენი წვრილი სფეროები გადანაწილებულია სხვადასხვა ჩინოვნიკებზე. ალბათ ეგ ჩემგან არ იქნება ახალი ნათქვამი საზოგადოებისთვის, გადახედონ თავიანთ უბანში, თავიანთ სამეზობლოში ვინ გამოირჩევა გავლენითა და სიმდიდრით, ვინც დაახლოებულია ხელისუფლებასთან. თქვენ წარმოგიდგენიათ, ან რომელიმე ქვეყანაში ხდება, როდესაც ოპოზიციურ პარტიასთან ვერ მიდის ვერც ერთი ბიზნესმენი, რომ თავისი მცირედი შემოწირულობა დაუთმოს იმისათვის, რომ ეშინია ხელისუფლებამ არ დააქციოს და არ წაართვეს ის მცირედიც კი. ოღონდ მეორე უბედურება ამ ქვეყანაში ერთია ხელისუფლება თავისი გავლენებით, თავისი ძალადობრივი მანქანით, რომელიც უპირისპირდება ლეიბორისტულ პარტიას და მეორე ახალი ხილი ოცნება, რომელიც ფინანსური რესურსით, ბატონო გუბას არ გაგიკვირდეთ, მაგრამ პირდაპირ ყიდულობთ ჩვენ აქტებს. ერთი თუ აშინებს ძალადობრივი მექანიზმით უშრება, საშრება, ჯარი, პოლიცია, მეორე ფულით მოდის და ფულით ყიდულობთ. ამით გინდა თქვენ ააშენოთ ქვეყანა? თქვენ დაანგრიეთ ეს ქვეყანა. 2003 წელს ბატონ მიხეილ ზარაევი თქვენ იყავით. ბატონი გიორგი შევარნაძიდან მოდის, იყო ბურჯანაძესთან, არის სააკაშვილთან. ბატონ გიორგი უსწრებს ჟურნალისტიკაში დაბრუნებას. ბატონ გიორგი, თქვენ არ ახართ ამ ქალაქის მკვიდრი, შეიძლება ხართ წარმოშევით, მაგრამ ჟურნალისტიკა კარგი სფეროა, იქ უნდა დაბრუნდეთ. თქვენ 4 წელი იყავით პარლამენტში და ამ ქალაქისთვის არა, ბატონო გუბას ვინც არ ყოფილა ხელისუფლებაში, მას უნდა დაეთმოს გზა. თქვენ ყველანი იყავით. თქვენ ყველანი გამოგცადათ ხალხმა და შესაბამისად თქვენ არ აგაქვთ უფლება დოქტორ პრეტენზია გქონდეთ ხელისუფლებაში მოსხდეთ. კი ბატონო. ამბობს ამათ ერთხელ ბენდო. დიდი მადლობა ბატონო სამსონ მე შავო ნათელაშვილმა რომ ხარი დაუჭირა მიხეილ ზარაევი ბნელა თუ რა ერთ-ერთი გაცო მართლია 40-ის წინა მე სად მნახე შენ სააკაშვილის გვერდზე ერთი მითხარ სად მნახე სააკაშვილის გვერდზე ვიყავი მე რას მეუბნებ მართლა ბატონო სამსონ დაასრულეთ ხომ თქვენ კოალიციაში იყავით ერთ ბნელა გაცო მოიგითხეთ გაც საგრებულოს თავჟავენ შალვა გაურიგდა და დანიშნა როგორ შალვა ნათელაშვილს და 25 ყავდა სააკაშვილს ახლა მითხარით გარიგებაში ჭირდება მოდით მაშინ შეთანხმდეთ რადგანაც დიახ მაგრამ შეიძლება კითხვით გადმოვა აქტივისტები მოვისყიდეთ ფაქტი მოიტანე ეგრე ნულაპარაკობ რა ფაქტი მოიტანე რომ მოვისყიდეთ თუ შეიძლება თქვენი მომხრევის უყოლა გადმოვიდა ჩვენ მხარეზე იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გააკეთეთ რასაც ლაპარაკის ხელს რაფერს არ აკეთეთ იდეა თქვენი მითხარით რა სადა გაგვიჭირეთ თქვენი ხმა არის თქვენი ხმა არის უკაცრავად ბატონო გიორგი თქვენთან გადმოვდივარ შეკითხვით აი წინასაარჩევნო კვლევებმა აჩვენეს ალბათ თქვენც თანხმებით ამ კვლევებს რომ თქვენი პარტია უმრავლესობით ვერ მოვა საპარლამენტო არჩევნებში და თუ კი თქვენს უმცირესობით მოდიხართ მაშინ როგორ განახორციელებთ აი იმ გეგმებს რომლებიც გაგაჩნიათ დიახ უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ რომ ქრისტიან დემოკრატებმა მას შემდეგ რაც შევქმნით ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა ჩვენმა გუნდმა და პირველად 4 წლის წინ გავხდით საპარლამენტო ფრაქცია მაშინვე განუცხადეთ ჩვენ სამომრჩეველს რომ მიუხედავად იმისა რომ 6-7 კაციანი ფრაქცია ძალიან რთულია ძირეული ცვლილებების განხორციელება ბიუჯეტს ვერ მიიღებ ისეც როგორცაც თვლის საჭირო და საგადასახადო კოდექსს ვერ შეცვლით ძირეულად და ასე შემდეგ მიუხედავად ამისა არ ნიშნავს ეს რომ ოპოზიციაში ძალიან ბევრი რამის მიღწევა არ შეიძლება ოპოზიციური ბრძოლით ძალიან ბევრი საკითხის მოგვარება შეიძლება დღეს ის რომ საქართველოში ყველა სიგარების ზღვარსმა პროგრამაში მყოფი ოჯახის შვილი სკოლაში უფასოდ იღებს წიგნს და ეს პროგრამა ვრცელდება აბსოლუტურად ყველაზე მიუხედავად იმისა რომელ კლასში არის ბავშვი ეს ჩვენი დამსახურებაა და ამისათვის ვიბრძოლეთ 4 წლის განმავლობაში და მივახციეთ ამას 2 წელია ეს პროგრამა ხორციელდება ის რომ საქართველოში პირველი ჯგუფის ინვალიდებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისათვის პენსია გათანაბრდა და 55 ლარი კი აღარ არის არამედ ასაკობრივ პენსიას გაუთანაბრდა და ელემენტარულად ამ ადამიანმა ორჯერ უკეთესად იგრძნეს თავისი მდგომარეობა მიუხედავად იმისა რომ მაინც ძალიან მძიმე რჩება ესეც ამ შემთხვევაში აი ამ ბრძოლის შედეგია უამრავია ესეთი მიმართულების მოგვარება ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ბრძოლის შედეგად მოხერხდა მე მაქვს ძალიან დიდი ჩამონათვალი უბრალოდ ამაზე დროს ნამდვილად ვერ დავხარჯავ საზოგადოებისათვის ეს ცნობილია მაგრამ რა თქმა უნდა ძირეული ცვლილებების განხორციელება
შეუძლებელია ოპოზიციაში, შეუძლებელია თუნდაც 20 კაციანი, თუნდაც 30 კაციანი ფრაქციით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრძოლას ამ მიმართულებით ყოველთვის აქვს აზრი, იმიტომ რომ ჩვენი ყველაზე ძლიერი მექანიზმი ეს არის ის, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ვახდენთ, საზოგადოებას უხსნით, გარდა იმისა, რომ საუბრობთ იმაზე, თუ რა არ არის სწორი დღევანდელ ქვეყანაში, ამავე დროულად თავაზობთ იმ გამოსავალს, თუ რა არის ამ პრობლემის მომგვარებელი და როგორი პროგრამით უნდა წავიდეს მიმართულება, აი ეს დასაქმებას დაუბრუნდები. ბატონი გია ბრძანებდა აგერო ინფრასტრუქტურული პროგრამებით და ასე შემდეგ ქუთაისის მიმართულებით მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფს. მე ძალიან კონკრეტული კითხვები მაქვს ამასთან დაკავშირებით. ინფრასტრუქტურული განვითარება არის იგივე კოპიტნარში, რომ მიმდინარეობს ახლა სამშენებლო აეროპორტის მშენებლობა, ხო? რა თქმა უნდა, აეროპორტის მშენებლობა შეიძლება იყოს ცუდი, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც 4 თვის წინ აეროპორტის მშენებლობის გარკვეულ ეტაპზე 80 კვალიფიციური სპეციალისტი ისე გაუშვეს სამსახურიდან, რომ არავინ არგუმენტირება არ უთხრა, რატომ უშვებენ სამსახურიდან. ჩვენი თემა ერთ-ერთი არის ალბათ სამუშაო და შრომის კოდექსთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, ხო? ჩვენ დღეს საქართველოში არ არსებობს შრომის კოდექსი. დღეს საქართველოში არსებობს მხოლოდ კოდექსი, რომელიც მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესს იცავს. დამსაქმებლის ინტერესის დასაცავია, მაგრამ დასაქმებული უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს დღეს დაცული ყველანაირი იურიდიული გარანტიებით. პრობლემა ის არის რეალურად, რომ ადამიანებს, რომლებსაც აგდებენ სამსახურიდან, უფრო მეჯერ ერთიან ხელშეკრულებებს, ეუბნებიან ერთი თვის შემდეგ, რომ თქვენ გათავისუფლებული ხარ და არავინ არ უხსნის, რატომ არის გათავისუფლებული. ის ადამიანი სასამართლოშიც კი ვეღარ მიდის, იმიტომ რომ დასაბუთება არ აქვს, რატო გამოუშვეს სამსახურიდან. ეს არის რეალობა. ჩვენ გვხვდებოდა ნაციონალური მოძრაობა, რომ ეხლა ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც ქუთაისის ავტოქარხის ტერიტორიაზე შეიქმნებოდა, ააყვავებდა ქუთაისს და ქუთაისელები იქნებოდნენ უპირველეს ყოვლისა დასაქმებულები. რატომ არ არის ეს რეალობა? იმის გამო, რომ თურმე ადამიანები, რომლებიც ასაქმებენ ამ ცეხებში და ამ სხვადასხვა საწარმოებში, რამდენიმე საწარმოა, არ იყვნენ ელემენტარულად ქუთაისელს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან ბევრი კვალიფიციის პრობლემა არის და საერთაშორისო კვალიფიცირების პრობლემა არის და ამ ხრივ ყველა პროფესიული სასწავლებელი დიმიტრი ჩაჩკინის წყალობით დაინგრა საქართველოში და მეორე ის რომ ელემენტარულად ადამიანებს იგივე დამსაქმებებს ურჩევნია ჩამოიყვანონ ადამიანები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს არ გადაახდენინებენ. საქართველოში ქუთაისის ნაკადე უნდა გადაიხადოს. ის მათ ძალიან სერიოზულ ფინანსურ რესურსს აძლევს და საქართველოს ხელისუფლებამ ვერადავერ დაუშვა ის და ვერადავერ მივიდა იქამდე რომ გააუქმოს ესე თავისუფლად. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. საშემოსავლო გადასახადი რომ ქუთაისლების დასახდე, ფოთოლების დასახდე. ეთერები პროექტი წარმომადგენელია სამწუხაროდ. დამთავრდა, ამოიწურა თქვენი რეკლამები. დიდი მადლობა ბატონო გუბას თქვენ მოგმართავთ კითხვით, აი თქვენი გამარჯვების შემთხვევაში დასაქმების სამინისტროს გააუქმებთ თუ არა და როგორ მოაგვარებთ დასაქმების პრობლემას. ეს თავისთავად გაუქმება არჩევნების შემდეგ. დასაქმების სამინისტროები და სამინისტროები კი არ არის საჭირო, არის ინვესტიცია განსახორციელებელი და არის დასასაქმებელი ხალხი. არის შრომის კოდექსში ცვლილებების შესატანი, სადაც პრიორიტეტი ექნება საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. ვიღაცამ შეიძლება ამაზე ახლა ატეხოს, რომ აი ერთი ამბავი არის. საქართველოს მოქალაქეები ვერ საქმდებიან საქართველოში. ამ დროს ძალიან ადვილად შეუგლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამსახურებს. სახელმწიფო პოლიტიკა არის ქართველების რიცხვის შემცირება და მე შემიძლია სრულიად ლოგიკურად დავადასტურო. სააკაშვილი გვეუბნება, რომ სინგაპურად უნდა გადაგაკეთოთ. ხო გვეუბნება? ხო არ მალავს, სხვათა შორის ძალიან ბევრი ცუდი თვისება აქვს სააკაშვილს, მაგრამ ერთი კაი თვისება აქვს, გულწრფელი კაცი, რასაც ფიქრობს, იმას ლაპარაკობს უკვე. ხო? არ მომწონხართ ქართველებიო, არ მომწონხართ საქართველო რო ქვიათ და სინგაპურად უნდა გადაგაკეთოთ. სინგაპური როგორი ქვეყანაა, იცით ჩემო კარგო? სინგაპურელი ერი არ არსებობს. კვიდრი მოსახლეობა მალაელები არიან 13%. მალაელების სასაფლაო არის სინგაპური. და ამ პროცესით მიდის 4 ქართველიდან ერთი საზღვარგარეთაა უკვე წასული. 4 მილიონი ქართველიდან 1 მილიონი საზღვარგარეთ არის უკვე გაქცეული. იმიტომ რომ ლუკმაპურის ბედნიერი ცხოვრებისთვის გამოწავიდნენ აქედან უბედური ცხოვრებისთვის. საბერძნეთი, იტალია, თურქეთი, რუსეთი, სავსეა ჩვენი თანამემამულეებით. ამ დროს ქუთაისში უკვე არის ისეთი დასახლებები, სადაც ჩინელების პირდაპირ გეტყვით. მიეყიდა მთელი ეროვნული სიმდიდრეები უცხოელებს. ქართველებს ამ დროს რა უქნეს? ქართული ბიზნესი დაატერორეს, გააჩანაგეს, 9 პირი ტყავი გადააძლეს. ქართველი ვერ ბედავს, ვინც უფლოა უბედურად ცხოვრობს, ვინც ფულიანია უფრო უბედურად ცხოვრობს. იმიტომ 9 პირი რა ინვესტიციებზე და რა ტურიზმზე არის საუბარი, სადაც ყოველდღიურად შეიძლება ნებისმიერ ჩვენ მეზობელთან სამხედრო კონფლიქტი დაიწყოს. არ ვიცით ეს რა ასეა? შედით Facebook-ებში და ნახეთ, მთელი მუსლიმური სამყარო გვემუკრება უკვე ხალხო. სააკაშვილის ამ ქმედებების გამო რაც მოხდა ახლა იქა ლოპოტის ხეობაში. რა ეკონომიკის განვითარებაზე ლაპარაკობთ? რომელი დასაქმების?
ჩინელები სამსახურს შეულებენ, ქართველებს არა აქვს სამსახური. ყველაფერი უცხოელების ხელში გადავიდა. ჩვენ ვართ მდგმურები ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში. ჩვენ მასპინძლები აღარა ვართ. რაზე ვკამათობთ? რა არის აქ საკავე? რა დასაქმების სამინისტრო? ეს არის მასხრობა, მორიგი. რისი დამსაქმებელია ეს კაცი თვითონ, ვინც მინისტრად დანიშნეს? ამაზეა საუბარი რა. ხელისუფლება ვერაფერს ვერ ვიზავ, ჩვენ ვერ ცირებ რა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ქართული ოცნება უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. მორჩა და გათავდა. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოს ხალხო აღარ შეუძლია აღარც ომი და აღარც სიდუხჭირე. ჩვენ გვჭირდება ორი რამ: მშვიდობა და აყვავება. ამის გამკეთებელი პოლიტიკური ძალა, ჩემო ძვირფასეო, მიუხედავად ღრმა პატივისცემისა ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც აგრძალდებით, ხო? და ვადასტურებ პირად პატივისცემას ბატონი გიორგის მიმართ, ოღონდ არა მისი პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ, ხო? ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, ეს არის ქართული ოცნება. დიდი მადლობა ბატონო გიორგის ამოიწურა უკვე თქვენი დრო, დიდი მადლობა ბატონო გიორგი, დასაქმების ბიურო ადრეც არსებობდა, ეხლა შეიქმნა დასაქმების სამინისტრო, მაშინ ვერ იმუშავა ამ ბიურო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რა გარანტიები გაქვთ, რომ ეხლა წარმატებით იმუშავებს? იგივე საკითხს ვაგრძელებთ თითქმის. თუ შეიძლება უშუალოდ ამ კითხვას უპასუხოთ ბატონო გიორგი, იმიტომ რომ კავშირში არის ის რასაც აუცილებლად მოგეცემათ შეკითხვის უფლება. თქვენ ძველი სამყაროს ისტორიის კარგი სპეციალისტი ხართ, მე ეს ვიცი. ყველა გზა რომში მიდის. ნებისმიერი თემის განხილვისას საბოლოო ჯამში რატომ მიდიხართ სააკაშვილთან? მე მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ ამობჩევებს არ აინტერესებს რა იყო გუშინ, ან არ აინტერესებს ლაფის შესხმა ობიექტური თუ არაობიექტური საყვედურების თქმა ნებისმიერი სუბიექტის მისამართით. ამობჩევებს აინტერესებს რა უნდა იყოს სხვა. მე ბატონი გიორგის ნათქვამს ჩავეჭიდები, მან თქვა ერთი რაღაცა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ობიექტური ინფორმაცია, რამდენი ადამიანია დაუსაქმებელი. აქვს, მაგრამ არ აქვს. ხო, არა. მოდი ვთქვათ ესეთნაირად, რომ შეიძლება ჩვენ ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია, ჩვენ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც რეალური წარმოდგენა, რამდენი ადამიანია დაუსაქმებელი და ზოგადად რა შრომითი რესურსი გაგვაჩნია, რომ ხვალ გაჩნდეს სამუშაო ადგილები და ჩვენ ეს შრომითი რესურსი მათი პოტენციალის მიხედვით გამოვიყენოთ. ამიტომ ამ ეტაპზე მე არ მგონია, რომ რა ქვია დასაქმების სამინისტრო მარადიულად ან მუდმივად უნდა იყოს საქართველოში, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მანამ ვიდრე ეს პრობლემა ყველაზე მწვავე პრობლემაა ქართული ხალხის წინაშე, მანამ ვიდრე ეს პრობლემა ყველაზე უფრო მოთხოვნადი პრობლემაა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ დასაქმების სამინისტრომ როგორც მინიმუმ ის მნიშვნელოვანი საქმე მაინც უნდა გააკეთოს, რომ რეალური წარმოდგენა გქონდეს, რამდენი ჩვენი მოქალაქეა დაუსაქმებელი, რამდენი არის მათ შორის კვალიფიციური მუშაკადრი. აქ ითქვა სხვათა შორის ერთი ასეთი რამ, რომ მე ჯერ ერთი ქუთაისში არ ვიცი სად არიან ეს უცხოელები დასაქმებული. არის ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ჩინური თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც სამწუხაროდ ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. იქ ვიცი რომ მუშაობს თუ ჩამოსულია დაახლოებით 500 ჩინელი. ახლა თუ თქვენ ფიქრობთ რომ ისა რა ქვია ჩინეთის ექსპანსია ქუთაისის და საქართველოს დაწყებული არის იმ 500 ჩინელით, მე მგონია რომ რაღაც უტრირებას უკეთებთ მოსახლეობის თვალში და იაფასიანი პოლიტიკური ქულების დაწერის ცდელობა. ასე რომ რა თქმა უნდა დასაქმების სამინისტრომ გარკვეული პერიოდი უნდა იარსებოს ჩვენს ქვეყანაში და იმიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება მთავრობამ. ზოგადად მე მგონია რომ გადამზადების ტრენინგ ცენტრები, რომელიც სოფლის მეურნეობის კუთხით შეიქმნება და თქვენცით ასევე რომ ქვეყანამ დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც პროფესიული გადამზადების საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს. ის დიმიტრი შაშკინი, რომელიც თქვენ ახსენეთ, სხვადასხვა მე ვარ ამისი პირადი შემსწრე, მე ვარ ამისი პირადი თანამონაწილე. ქუთაისში ერთი პროფესიული გადამზადების ცენტრი არსებობს, მეორე პროფესიული გადამზადების ცენტრი გაკეთა, ყოფილი არაყოფილი ჟვანეას სახელობის მოხელეთა გადამზადების ცენტრი და ჩვენ გვაქვს იდეა რომ კიდე გაკეთდეს ახალი გადამზადების ცენტრი. ასე რომ აი მიმართულებით რაღაც ბრალდება ხელისუფლების მისამართით, მე მგონია რომ საფუძველს მოკრებულია. ეს არ არის მნიშვნელოვანი, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ბატონებო, რას ვირდებით ჩვენ მათ. ჩვენ ვისაუბროთ ქუთაისის პრობლემატიკაზე, იმიტომ რომ ქუთაისს აქვს ძალიან ყოფითი და კონკრეტული პრობლემები. ქუთაისში ჯერ კიდევ დასამთავრებელია წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციისა და წყალმომარაგების პროცესები. ქუთაისში ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასაყვანი, 290 გზაა გასაყვანი ქუთაისში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს 3 წლის განმავლობაში 110 გზა გაკეთა. ქუთაისს ჭირდება ის სტატუსი, რომელიც დღეს მას აქვს მინიჭებული და რომელსაც აფრთხილებს. ჩვენ აი პრობლემებზე ვილაპარაკოთ, მე ვფიქრობ, მე ქალბატონ ანასაც მინდა მიმართო, რომ ის საკითხები, რომელიც დღეს არის აქ დასმული, ნაკლებად
საჭიროა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ნაკლებად საჭიროა მათთვის ვინაპირებს სინგაპურიზაციას და ზოგადად ლექციები საერთაშორისო თქვენი დრო ამოიწურა ბატონო აი დღევანდელი თემა გახლავთ დასაქმება და შრომითი უფლებები და თუ შეიძლება აი ამ თემის ირგვლივ ვისაუბროთ ბატონო სამსონ აი თქვენი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში რამ მოსახლეობის რამდენი პროცენტის დასაქმებას აპირებთ აი 4 წლის განმავლობაში თუ კი მოხვალთ რა თქმა უნდა ქალტონან მოსახლეობის დასაქმებამდე ჯერ გადასარჩენია ქვეყანა და აქ როდესაც ბატონი გუბაზი საუბრობს ერის სიკვდილზე მე არ ვარ ამაზრისგან შორს ვეთანხმები აბსოლუტურად დღეს ქვეყანა დგას განსაცდელის წინაშე ზუსტად იმ ხელისუფალის წყალობით რომელიც ბოლო 15 წელიწადია მართავს ქვეყანას არ დავიწყოთ დავა შევარდნაძემ აღიარა საუკუნის დანაშაული აღიარა ლანგრით მოგართვით ხელისუფლებაო და დღემდე მიმდინარეობს ის კურსი ის ინერცია რაც დაიწყო ანუ რა მოხდება და როგორ უნდა დასაქმდეს ადამიანები და როგორ უნდა ავაღორძინოთ ჩვენ ქართველი ერი ქართველი გლეხი ჩვეულებრივად მცირე საშუალო ბიზნესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ზუსტად რომ რაც სახელმწიფომ ჩაიდინა ესა დანაშაული როდესაც სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს დაუდგარგეს სახელწოდება და მოხდა აბსოლუტურად მისი განიავება უცხოელი ინვესტორებზე ეგრეთ წოდებული ინვესტორებზე ჭყალებში ჩავსვათ რადგანაც არც ერთი ინვესტიცია არ განხორციელებულა იმ ხელშეკრულების ფარგლებში რაც იყო დადებული თუნდაც ის რაც ბატონმა გიორგიმ გაიხსენა წყლის პროექტი ქუთაის 2006 წელში როდესაც გააფორმა ხელშეკრულება და აიღო სესხის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციიდან იქ იყო გაწერილი რომ 2009 წლამდე ქუთაისს უნდა ქონდა 24 საათიანი წყალმომარაგება და ეს დაჯდებოდა სადღაც 24 თუ 30 მილიონი ლარი. დღემდე დახარჯულია ბატონ გიორგი 120 მილიონ ლარამდე და დღეს კიდევ ქუთაის ორ დღეში ერთხელ. უკეთეს შემთხვევაში ერთი წუთი ბატონ გიორგი რა. ბატონ გიორგი. ხო. დავასრულებინოთ ბატონ გიორგი. მასალებს 120 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია და ჯერ კიდევ არ არის რა 4 საათიან წყალზე საუბრობ, როდესაც კი ბატონო გიორგი ამ მასალებს 2009 წელს მე თქვენთვის ხელი არ შეუშვია თუ შეიძლება ბადროვოთ. ხელისუფლება ხო იყო ბატონ გიორგი, ამის შენობა პერსონები იცვლებიან, პერსონები მდიდრდებიან, იცვლებიან, მოდიან ახალები გასამდიდრებლად. ოღონდ ვიწრო ჯგუფი ხელისუფლების ირგვლივ მყოფი მითხარით ადამიანებო რატო არ შეიძლება ჩვეულებრივად ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანი იყოს მდიდარი ამ ქვეყანაში თუნდაც ერთი მარტივ მაგალითს მოგიტან ივანიშვილი როდესაც იყო მიხეილ სააკაშვილთან კარგად იყო შეზღუდული მაგრამ როგორც კი ოპოზიციონერი გახდა არ ვიცი გახდა თუ არა მაგრამ ჩვენ უყურებთ რომ მიმდინარეობს დღევნა არა მდიდარი კაცი საქართველოში მე გოდითობადი რამდენჯერ დააკაჩაღა ხელისუფლებამ გოდითობადი და პოლიტიკაში იქნებ მითხრათ თუ არ იცით რატო კიდევ ერთხელ თუ არ იცი ბატონო გიორგი თუ საშუალება მოგეცემათ პარტია მაგალითებით ვისაუბროთ ბატონო სამსონ დაამთავრეთ უკვე არა აქ ბატონო გიორგი ამ ქვეყანაში შეიქმნა მდიდართა კასტა ბატონო გიორგი ამ ქვეყანაში შეიქმნა მდიდართა კასტა რომელმაც გაძარცვა ქვეყნის ქვეყანა გაძარცვა გადაიტანა ერთ ვიწრო ჯგუფის ხელში იგივე ოქროვისია ოქროს საბადო გენერალოვი ალასანია მიშა სააგაშვილის ბიზნეს პარტნიორი დაყოფია თანადასწორებელია ოფიციალურ წარმომადგენლებს გეუბნები დაყოფია რომელიც მისი დირექტორია ლეიბორისტებმა პარტიამ დაიწყო ზუსტად ნაციონალური მოძრაობისა და ხელისუფლებაში ყოფი ადამიანების სახლებთან პიკეტირება. იგივე ნაყოფია, რომელსაც აიასოფია ტაძარი სახლებთან წევრის პოზიციიდან. საიდან ააშენა? ხო არა? თუ შეიძლება მომეცით საშუალება, ამიტომ თქვენი დრო ამოიწურა და ზედმეტ ვერ ჩაგდებულია ერთი ვიწრო ჯგუფის. მე როგორც დაგყირდით უკაცრავად, მე როგორც დაგყირდით არ გაძარცვა ქვეყანა. ტრაგედია ის კი არ არის რომ ადამიანები ბიზნესიდან მივიდნენ პოლიტიკაში ან პოლიტიკიდან წავიდნენ ბიზნესში. ტრაგედია ის არის ადამიანები პოლიტიკაში მოდიოდნენ იმის გამო რომ თავისი ბიზნესის ლობირება და თავისი ბიზნესის ეს არის და ტრაგედია იცით რა არის ჩოჩელი და გეგენავა ბიზნესიდან მოსული ადამიანები ძალიან კარგი
ხელახებით და ინსინუაციებზე დაყრდნობით ბრალდება ადამიანების მიმართ ჩემს აზრით არ პოლიტიკური ზნეობის თემა გადმოწევართ თქვენ იმიტომ რომ მაყურებელს საერთოდ არ ესმის თქვენი ხმა მაყურებელს არ ესმის ბატონო სამსონ თქვენი ხმა არ ისმის მაყურებელთან გათიშული გაქვთ მიკროფონი და რატო საუბრობთ ვისაუბროთ რეკლამის დროს ჩვენ გათიშულია მაყურებელს არ ესმის თქვენი ხმა თუ შეიძლება ერთ სიტყვას ნამდვილად არავის არ ვასწავლეთ თქვას უბრალოდ ასეთ კაკაფონიაში მერწმუნეთ რომ ერთ ერთი თქვენ ყველაზე მეტად დაიცვა ბატონო გუბაზმა თავისი რეგლამენტი და არანაირად არ შეუძლია ხელი თუ შეიძლება აი ეხლა უკვე გეძლებათ იმის საშუალება რომ დაუსვათ ერთმანეთს კითხვა ერთი წუთი გეძლებათ ამის დიახ და თქვენ თვითონ უნდა აერჩიოთ ვის მისცემთ კითხვას და შემდეგ უკვე პასუხს გასცემს სამწუთიანი რეგლამენტი გეკნებათ პასუხის გასაცემად და ძალიან გთხოვთ დაიცავით რეგლამენტი კი ბატონო რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა მე მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული არის ქუთაისისათვის და რომელიც მდგომარეობს იმაში რომ ქუთაისში არა რეალისტურად მაღალი ტარიფი არის დამკვიდრებული წყლის გადასახადზე. ეს არის ის კატასტროფული რეალობა, რომელიც აი უსამართლობასაც აღარ მოიცავს. ეს არის რაღაც დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან. 50 თეთრი ღირს დღეს ქუთაისში 1 კუბომეტრი წყალი. მოსახლეობისთვის, რომელსაც მრიცხველი აქვს დაყენებული. და როდესაც დაისვა კითხვა თუ რატო არის ეს ამ შემთხვევაში ესე, იყო პასუხი რომ თუნდაც დანაკარგია ძალიან დიდი, იმიტომ რომ ბევრი ფული ველოტრეკებზე იყო დასახარჯი უამრავი თანხები, რომ მე ველოსიპედს სააკაშოს თავისი ოცნებები აესრულებინა და შემოერბინა 1-2 დავით აღმაშენებლის ქუჩა, მაგრამ პრობლემა არის ის რომ ამ რატომ საკრებულომ ქუთაისის მერიამ არ ამოიღო ხმა იმაზე, რომ დღეს ქუთაისელები მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებულ ტარიფს 50 თეთრ სიხდიან, რომელიც არის ორჯერ ზვირი ვიდრე მაგალითად თბილისში წყლის გადასახადი. რატომ არ დაიცვა თავისი მოქალაქეები ქუთაისში? მერმა რატო არ დაიცვა საკრებულოს წევრებმა, რომლებიც არიან მაჟორიტარები ქუთაისის მიერ წარმოდგენილი. ელემენტარულად რატო არ ფიქრეთ ამ ხრივ მოსახლეობაზე? მე ყოველ შემთხვევაში ერთი სიტყვა არ გამიგია და ამაზე საუბარო რატო არ დაიცვა თბილისში მაჟორიტარული დეპუტატმა ბობოხიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისელების ინტერესს ეს კიდე ცალკე თემაა. მიღებულია კითხვა ბატონო გია თქვენთან არის. მინდა გითხრათ რომ არის უფრო ძვირი ვიდრე თბილისში წყლის ტარიფი, არის უფრო იაფი ვიდრე ფოთში, იმიტომ რომ ზოგადად წყალი რომელიც მიეწოდება ჩვენს მოქალაქეებს ეს თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილი თემაა თავისი თვითღირებულებით უნდა მიეწოდებოდეს სამწუხაროდ ქუთაისში რელიეფის გამოისობით ელექტროენერგიის მოხმარება თბილისთან მეტი და ფოთთან შედარებით ნაკლები და ამით არის განპირობებული ფასი. მე შეკითხვას დაგისვამ, შეკითხვაზე გიპასუხებ. არა, შეკითხვის დროს შეკითხვაზე პასუხი გაიცით 3 წუთი გასულ. მაშინ თქვენ ვეღარ დაასრულებთ ამ შეკითხვაზე პასუხი. რომელიც იყო სულადობის მიხედვით, გამიცით სულადობის მიხედვით. თქვენ უკვე დაასრულეთ. ერთი წამი სულადობის მიხედვით ქუთაისში ტარიფი იყო 2 და 20 მაღალსართულიან კორპუსებში 2 და 40. მე ვამბობ უბრალოდ ერთი რაღაცის ფიქსირებას ვახდენ თუ იმ ტარიფთან შედარებით რამდენად მცირე არის ეს ტარიფი. მე ეხლა ვეგეხსნით ამ სიტუაციას. 2 და 20 იყო მაღალსართულიან კორპუსებში, 2 და 40 კერძო სექტორში. საერთოდ მიჩნეული წესიდან ანგარიშებით ერთი სული მოსახლე ქუთაისში მოიხმარს. ნუ ქუთაისში ალბათ სხვაგანაც 120 ლიტრი წყალს. ეხლა ეს მაგალითის ფორმითაც ჩანს 4 სულიანი ოჯახისთვის 9 ტონა წყალი დღეში სავსებით საკმარისია. თქვენ ნაკლებად იცით ქუთაისის პრობლემატიკა. მე ეს ძალიან კარგად მომიხსენება, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ ქალაქში ვცხოვრობ და აი ამ თემატიკას ვართ შეჩეული. დავიანგარიშოთ უბრალოდ განგარიშებით 4 სულ ადამიანზე 2 და 20, 2 და 20, 2 და 40-დან არ ვანგარიშოთ არის 8 ლარი და 80 თეთრი წლის განმავლობაში. სულადობის, ანუ ფიქსირებული გადასახადის შემთხვევაში. თუ კი 120 ლიტრი წყალს ვიანგარიშებთ ერთ სულ მოსახლეზე, გამოდის რომ უხეშად, იმიტომ რომ 480 ლიტრი გამოდის დღეში, 120 გამრავლებული 4-ზე, 9 ტონა წყალი ჭირდება 4 სულიან ოჯახს. 9 ტონა წყალი გადამრავლებული 30 დღეს, იმიტომ რომ თვეში საშუალოდ 30 დღეა, გამოდის 15 ტონა. 59.9%-ია წყლის საფასური დღეს კუბამეტ წყალზე. გადავამრავლოთ 50 წესზე, დავამრავლოთ ესეც. გამოდის რომ 7 ლარი და 9 უწევს ამ შემთხვევაში ერთ სულ მოსახლეს. ასე რომ ჩემოკარგებო. ისევე როგორც ელექტროენერგიის მოხმარებას ჩვენ ვახდენთ ჩვენი საჭიროების მიხედვით. და რა პოლიტიკაა? და ეკონომიურად ხარჯავთ კატეგორიულად მიუღებელი პოლიტიკა. 7 ლარი და 50 სულიან ოჯახს 8 და 80-ის მაგურად რომელიც ფიქსირებული გადასახადის შემთხვევაში. გადასახადი იმდენი რამდენიც საქართველოს არის გაზი. მე ზოგადად მახსოვს პერიოდში შემდგომ საქართველოს ეს არის საკუთარი ხალხის ხარ შემიშლია მე ხარ შემიშლია ჩვენთვის ხელი როდესაც ეს ვამდე ჩეგარამოგება არის მე მახსოვს ის პერიოდის როდესაც ჩვენ არც წყლის გადასახადს ვიხდიდით არც შუქის გადასახადს ვიხდიდით არც გაზის გადასახადს ვიხდიდით
თქვენ შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ მე მახსოვს ეს პერიოდი ქუთაისში, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი მქონდა, არც მეორე და არც მესამე. ასე რომ დღეს გვაქვს ის ტარიფი, რომელიც გვაქვს, რომელიც რეალურად აღწერს და შეესაბამება ჩვენ სიტუაციას, ნორმალური, მე ვაკონკრეტებ და არაეკონომიური, ნორმალური მოხმარების პირობებში ეს გადასახადი ნაკლებია, ვიდრე 1 სულზე ფიქსირებული გადასახადი 2 და 20. დიდი მადლობა. მე ამას დაგიდასტურებ თქვენ ნებისმიერ დროს. ეს დაახლოებით ისეთივე პოლიტიკა არის თბილისში, რომ მერის წარმომადგენლები გვიმტკიცებენ ნადავლი ელექტროენერგიაზეო, ამითიო გადასახადი გაუგაიაბდა თბილისის მოსახლეობაზე. რეალურად რო ვთქვა, ანუ ჩვენ გავმივიდე პასუხი ძალიან გოგებია. იმის გამო რომ თურმე ადამიანები 120 ლიტრ წყალზე მეც არ უნდა მოიხმარდნენ, ამის გამო ადამიანებს შეგვიძლია დაუწესოთ გადასახადი წყლის ტარიფი 50. არ უნდა მოიხმარდნენ. ის ტარიფი რაც უნდა თუ ადამიანმა ქუთაისში გაცხოვრებაში არავინ არ ყავს შეცდომაში უნდა მოიხმარდნენ, არ მოიხმარდნენ, კიდევ უფრო ეკონომიურად მოიხმარენ წყალს. კიდევ უფრო ეკონომიურად და 100 კი არა მოიხმარენ 50 ლიტრის დღეში. თქვენ გახდით ამ ტარიფს ერთლარს. აი ეს არის რეალობა აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ის მაინც მე მგონი ამომწურავი პასუხი სულადობრივ გადასახადს რომელიც იყო ერთი წლის წინ. ეს არ არის ამ შემთხვევაში მიდგომა, ეს დანაშაული პოლიტიკა, რომელიც არის სატარიფო დანაშაული პოლიტიკა, არა პოლიტიკა. უკაცრავად ბატონო გიორგი, ბატონ გუბასთან მინდა გადავიდე, ბატონ გუბას ერთი წუთი გეძლებათ იმის საშუალება, რომ მისცეთ კითხვა და უსვათ კითხვა ოპონენტს, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა აირჩიოთ, ვის მისცემთ კითხვას. მე არანაირი კითხვა არც ერთთან არ მაქვს, ლობერე ცხადი ნათელი. თუ მომცემთ ნებას, მე მოგცემთ რჩევას ტელეკომპანია რიონს. ასეთი დებატები არის არაეფექტური, გაუგებარი. ჩემი რჩევა იქნება ორ-ორი დავგვშვით. თქვათ ერთი დღე მე და ბატონი გიორგი, ერთი დღე მე და ბატონი თქვათ სამსონი, მე და ბატონი. მოდის მაყურებელს ვკითხავ, რამდენად გასაგებია დღე დამამთავრებიეთ, ხალბატონანა, არ არის ეს ჟურნალისტიკა, რასაც თქვენ ჭადიხართ ახლა. ყველაფერს ხო არ გეტყვით არა? დამამთავრებიეთ მოსაზრება. მე შეიკრიბეთ რედკოლეგია და გადაწყვეტეთ, მიიღებთ თუ არა ჩემი მას, რა ქვია, რჩევას, თორე ეს არ არის არაფერი. ხალხმა დასკვნები უნდა გამოიტანოს, შემოგარგო, რა დასკვნები უნდა გამოიტანოს აქედან. ვითხარეთ. რაც გაურკვეველი იყო, ყველაფერი 10-ჯერ უფრო მეტი გაურკვეველი დარჩა ამ განაცემის შემდეგ. ახლა რჩევას გაძლევთ როგორც მეგობარი. მე ასეთ ვითარებაში აღარ დავждები ამ სტუდიაში. თითოსთან მე მზათა ვარ დავждე და ვიდებატო. ოღონდ მოგვეცით საშუალება ისე რომ ყველა საკითხს შევერხო. ბატონო გუბას ეს არის აი ეს არის ჩემი რჩევა, მორჩა გათავდა. მე ჩვენებს ვერგები, შეკითხვა არც ერთ ნაფერი არ მაქვს, ყველაფერი ნათელია. თუ კი რაიმე არ მოგწონთ, აირექს უნდა მიმართოთ, დიახ და ჩვენ ბატონო გუბას საერთოდ მაღალკვალიფიციური ჟურნალისტები, ჟურნალები ყურებაზე იყო გადაცემა. ქუთაისის მოსახლეობა გვიყურებს და ისედაც დამძიმებულ ვითარება ჩვენ რაღაცა უნდა გვეთქვა ამ ხალხისთვის. ჩვენ შევკრიბეთ თქვენ დასაქმებასთან დაკავშირებით. არცეც არ მოგვეცა საშუალება რომ ამაზე გველაპარაკა. თქვენ გქონდათ რეგლამენტი და კაი, ჩემო კარგო, რეგლამენტები თახავ. და კიდევ გექნება ამის საშუალება მომდელი დღის მანძილზე. დიდი მადლობა, ესე იგი კითხვა არ აქვს. სამწუთში როგორ შეიძლება დასაქმებაში ვილაპარაკო? ნანა, რაღაცა რეალისტური გააკეთეთ რა. თქვენ იცოდით ფორმატის შესახებ ბატონო გუბას და მე მეგონა გვაცვლიდით რაღაცა და საუბარზე აქვს სხვა ვიდეო. არა, მე ლაპარაკი ვარ ყოფილიყო არ მოვიდა. აი, გასაგებია, ჩემი რჩევა მიიღეთ რა. ცოტა გაუგებარია ნამდვილად. არ არის გაუგებარი, გასაგებია და რჩევა. დიდი მადლობა ბატონ გუბას. ბატონ სამსონ, თქვენი კითხვით თუ შეიძლება მიმართეთ ოპონენტს, ვისთანაც გსურთ კითხვა დასვათ. ალბათ მე ზოგადად მექნება სამივესთან ბატონ გიორგის ნაკლებად შეეხება, მაგრამ ბატონ გიორგისთანაც იქნება ეს კითხვა. იღებთ თუ არა პასუხისგებლობას ბატონ გიორგი, ბატონ გუბას, ბატონ გიორგისთან ნაკლებად ეს კითხვა. 2000 არა და შევარდნაძის საწყის პერიოდიდან გუბას ბატონი მაშინაც პარლამენტის წევრი გახდათ, მაგრამ არ იყო შევარდნაძისთან კოალიციაში, მაგრამ ის პასუხისგებლობას იღებს თუ არა ვარდების რევოლუციის დროს მიხეილ სააკაშვილის მოყვანასთან, რომელმაც დაგვიქცია ეს ქვეყანა და ბატონი გიორგი, ბოდიში ბატონი გუბას დაასრულებ, ბატონი გიორგი დაწყებული შევარდნაძიდან, გაგრძელებული ბურჯანაძე, სააკაშვილი იღებს თუ არა პასუხისგებლობას, რაც გაფუჭდა ქვეყანაში იმაზე და არის თუ არა მზად კიდევ გააგრძელოს ამ დანაშაულ რეჟიმთან თანამშრომლობა. კი, ახალგაზრდა ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყავი? ახალგაზრდა ორგანიზაციის თუ ხელმძღვანელი ვიყავი? თანამდებობა? კითხვით ვის მიმართეთ ბატონო ახალგაზრდური
ფრთის ხელმძღვანელი ყავთ ბატონ გიორგი კარგად. კითხვის დაუსვით ბატონ გიორგი. იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმ ის რაც ამ ქვეყანას დაუშავდა დღემდე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, მე მაინტერესებს ამ ძალების არა. ანუ განვლილი პერიოდზე. ანუ ბატონ გიორგი ამბობდა რომ ჩვენ არ გავიხსენოთ წარსული. ისე წარსული არა, მაგრამ მომავალიც არ იქნება. ზუსტად რომ უნდა გავიხსენოთ წარსული, ბატონ გიორგი, თქვენ იყავით, თქვენ დააშავეთ თუ ამ ქვეყანას. პასუხისმგებლობა ესე გითხრა, qarsi შეთანხმებიდან თუ 90%. qarsi შეთანხმებიდან თქვენთვის შეინახეთ. ბატონ გიორგი, როგორ გეკადრებათ? თქვენ იყავით მუდმივად ხელისუფლებაში. არ გაფუჭდა ამ ქვეყანაში არაფერი? და ხო გონიათ რომ კარგია, აიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც კარგია, რასაც თვლით რომ კარგია. მე ვთვლი რომ ამ ქვეყანას ბევრი რამ გაუფუჭა, შევარდნაძის მმართველობამ, სააკაშვილის მმართველობამ. თქვენ ხართ ის რგოლები, რომელიც ამ მმართველობას ავსებს, ხო? მარტო სააკაშვილი ხო ის არ არის ერთი ხელის გადასმით რაღაცებს აკეთებდა. თქვენ ჩინოვნიკები ხართ შემავსებელი. უნდა იყოს თემასთან ახლოს. თემასთან ახლოს როგორ არ არის ქვეყნის ავტარიანობაზე საუბრობა. არ არის არანაირ კავშირში, ბატონ სულსო. კავშირში. თუ შეიძლება ის რო პასუხისმგებლობა აიღოს თუ არა აიღოს, ეს არ არის კავშირში. ქვეყნის ბედზე თუ საუბრობ და მომავალზე თუ საუბრობ, ეს არ არის თემასთან კავშირში. გასაგებია, მაგრამ დღევანდელი თემა გახლავთ დასაქმება და შრომითი უფლებები. ზუსტად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი არის სიღატაკის ზღვარს მიღმა. ამაზე უნდა აიღოთ ბატონ გიორგი პასუხისმგებლობა. თქვენ ვერ შეძლებთ იმ ადამიანების დასაქმება, თქვენ ვერ შეძლებთ გამოყვანა გაჭირვებიდან და დაუთმეთ გზა იმ ძალას, რომელიც 15 წელიწადია თქვენ გაფუჭებულს ასწორებს შეძლების დაგვარად. მე არ უნდა ვთხოვოთ, ეგა ქართულ ხალხს უნდა ვთხოვოთ, ბატონო სამსო მისცემთ რომ გზა დაგითხოვთ თქვენ. თქვენ არ უნდა პასუხისმგებლობა. ჩემი გადაწყვეტი არ არის. მომავალ ელექტორატზე თქვენ თუ იტყოდით გვარს, არავის სახში არ მოგივარდებოდათ, რომ გინდათ თორე ბატონო. თემასთან დაკავშირებით თუ არ დასვამთ კითხვას ბატონ სამსო, მე პირველი ბლოკი უნდა დავასრულო, უნდა გადავიდე მეორე ბლოკზე და დასაქმებასთან დაკავშირებით ჩემი ოპონენტები ნუპასუხებენ. ამ აიღონ პასუხისმგებლობა მე პირველში ხილმაგობა თქვენ გეძლეოდათ საშუალება რომ კითხვები დაგესვათ მაშინ დავაკონკრეტებ. ესე იგი გაუგებარია კითხვა, როდესაც თქვენ ხელისუფლების პირობებში საქართველოს დავშალეთ სამ სახელმწიფოდ და კიდევ საფრთხის ქვეშ დავტოვეთ და წერან ბატონმა გუბაზმა კარგად გაამართა ერთი რეგიონის და სხვა რეგიონის. არის საქმესთან და თემასთან დაკავშირებული კითხვა პირველი ბლოკი მაყურებელს. მაშინ ბატონო ეს არის რატო გიძახოთ? მაშინ თუ არ ვაცით. მე გითხარით რომ საკითხი უნდა იყოს. მე უკონკრეტებ. მაყურებელს მინდა შევახსენო რომ ჩვენ მეორე ბლოკში დავბრუნდებით, მეორე ბლოკში შემოგვიერთდებიან მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ისინი დაუსვამენ კითხვას პირდაპირ ეთერში ჩვენთან მოწვეულ სტუმრებს, ასევე ჩაგვერთვებიან მოსახლეობა პირდაპირ ზარებით, ტელეფონის ნომერი მინდა შეგახსენოთ 21 12 52. ეხლა კი გავდივართ რეკლამაზე, დაგველოდეთ. ჩაერთეთ მაგთისაცი უფასოდ და საქართველოს ნებისმიერ წერტილში უყურეთ საუკეთესო ხარისხის მრავალ ტელეარხს. იჩქარეთ. აქცია ძალაშია 1 ოქტომბრამდე. წინასაარჩევნო პერიოდში თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო კამპანიაში ჩაბმა აკრძალულია. ცესკო კანონის პატივისცემას მოაქვს ნდობა. აგროსესხი ლიბერტი ბანკისგან საუკეთესო პირობებით ლარში და დოლარში გამარტივებული პროცედურებით უკვე ლიბერტი ექსპრესის მოძრავ სერვის ცენტრებშიც ლიბერტი ბანკი ყველგან და ყველასთვის. რიკო კრედიტი ფულადი გზავნილების ყველაზე კომფორტული და იაფი სერვისი მხოლოდ 2%-ში საბერძნეთიდან საქართველოში და პირიქით მობრძანდით ათენის ოფისში მისამართზე ომონია ზინონოს 11 ან დარეგეთ 0030 200 520 23 32 და თქვენ შეძლებთ მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 2%-ის გადასახადით აწარმოოთ ყველა ფულადი გზავნილები. მიიღეთ ფულადი გზავნილი საქართველოსა და ევროპაში იქ სადაც რიკოა. დაგვირეკეთ 431 26 21 28 ქუთაისი ჩავჩავაძე 62 რიკო კრედიტი კომფორტული და იაფი ფულადი გზავნილები. მიკროსესხი ბიზნესისთვის ლიბერტი ბანკისგან საუკეთესო პირობებით ლარში და დოლარში გამარტივებული პროცედურებით უკვე ლიბერტი ექსპრესის მოძრავ სერვის ცენტრებშიც ლიბერტი ბანკი ყველგან და ყველასთვის. ყველა სახის ფულადი გზავნილი მხოლოდ ლიბერტი ბანკში.
რიკო კრედიტი. ფულადი გზავნილების ყველაზე კომფორტული და იაფი სერვისი მხოლოდ 2%-ში. საბერძნეთიდან საქართველოში და პირიქით. მობრძანდით ათენის ოფისში მისამართზე. ომონია, ზინონოს 11 ან დარეგეთ 0030 210 520 23 32 და თქვენ შეძლებთ მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 2%-ის გადასახადით აწარმოოთ ყველა ფულადი გზავნილები. მიიღეთ ფულადი გზავნილი საქართველოსა და ევროპაში, იქ სადაც რიკოა. დაგვირეკეთ 431 26 21 28 ქუთაისი, ჩავჩავაძის 62. რიკო კრედიტი, კომფორტული და იაფი ფულადი გზავნილები. სალომბარდესესკი, ლიბერტი ბანკისგან. მაღალი შეფასებით და დაბალი საპროცენტო განაკვეთით, თვეში 3%-ად. უკვე ლიბერტი ექსპრესის მოძრავ სერვის ცენტრებშიც. ლიბერტი ბანკი, ყველგან და ყველასთვის. ჩვენ კაპირდაპირ ეთერში ვარ, ჩვენი თემა გახლავთ დასაქმება და შრომითი უფლებები. გადაცემის მეორე ბლოკში მასმედიის წარმომადგენლებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ დაუსვან კითხვები ჩვენთან მოწვეულ სტუმრებს და ხოლო რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მათ უნდა გააკეთონ შეფასება დღევანდელი დებატების. თუ შეიძლება დავიწყოთ ია თქვენგან, აი თქვენი კითხვა როგორი იქნება და ვისთან პირველი კითხვა? მოგესალმებით, ილია მოგიდე ახალი გაზეთი საინფორმაციო სააგენტოში. მე მაქვს კითხვა ბატონ გიორგისთან, ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატთან ქალაქ ქუთაისში. ბატონ გიორგი, უკვე რამდენიმე წელია ქუთაისში, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო პროგრამა ქუთაისი მეორე დედაქალაქი. ამ პროგრამის მთავარი მიზანი, როგორც ჩვენ პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებიდან გვახსოვს, გახლდა სწორედ დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა ცენტრალური უწყებების ქუთაისში გადმოტანის გზით და უკვე 3 ცენტრალური უწყება, სემეკი, კონტროლის პალატა და საგზაო დეპარტამენტი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს ქუთაისში, ცენტრალური უწყებები. კონკრეტული ციფრები, რამდენი ადამიანის ადგილობრივი მოქალაქის დასაქმება მოხდა ამ უწყებებში, იმ დრო გვახსოვს ჩვენ მასშტაბური ვაკანსიები, ძალიან დიდი კონკურსები, მხოლოდ სემეკში 17 პოზიციაზე 2000-მდე განაცხადი იყო შესული და ზოგადად ეკონომიკურ ჭრილში რა გავლენა მოახდინა ამ პროგრამამ ქუთაისისთვის. დიდი მადლობა. კიდე მაქვს მეორე კითხვა, თუ მექნება საშუალება. შეიძლება რა თქმა უნდა რეგლამენტი ისევ 3 წუთი არის თუ შეიძლება ჩაჯდეთ ამ რეგლამენტს. ამ შეკითხვისთვის ზოგადად პრეზიდენტის პროგრამა ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქი და საპარლამენტო დედაქალაქი პირველ რიგში ალბათ გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის გადმოტანას ქუთაისში. იგი რა თქმა უნდა დასაქმების პრობლემის მოგვარებასაც და თემატიკასაც უკავშირდება, იმიტომ რომ აი ამ სასიკეთო, მოდი ესე ვიტყოდი, ყოველგვარი ზედმეტი ესეთი ფამილიარობის გარეშე, ყოველგვარი ზედმეტი თამლოვების გარეშე. აი ამ სასიკეთო ცვლილებების ფონზე ქუთაისში რა თქმა უნდა მეტად საინტერესო საინვესტიციო გარემო ჩნდება. რაც შეეხება კონტროლის პალატას, საგზაო დეპარტამენტს და ენერგომარეგულირებელ კომისიას, მე სამწუხაროდ ეხლა შეიძლება ძალიან კონკრეტიკით არ მქონდეს ზუსტი მონაცემები, მაგრამ გამოცხადებულ კონკურსში, როგორც თქვენ თქვით, ეხლა 17 ადგილზე იყო 2000 კონკურსანტი. ეს ინსტიტუციები მე პირდაპირ ვიტყვი არ არის დასაქმების პრობლემის გადამწყვეტის წინაპირობა ქუთაისში. მაგრამ ყველა იმ ვაკანსიაზე, რომელიც არსებობდა აი ამ დაწესებულებებში, დასაქმებული არის ან ქუთაისელი, ან იმერელი, ან ახლომახლო. ბატონ გიორგი, ზოგადად წარმატებულია თუ არა ეს პროგრამა, თქვენი შეფასება როგორია და რამდენად ინფორმაცია? მოდი თქვენ შეაფასებთ. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ საკითხებზე და ზუსტად ვიცი, რომ იქ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და ამ პრობლემის გადაჭრა ამ გზით არ მომხდარა. ესეთი პოზიცია მექნებოდა. ქუთაისისთვის წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო და რჩებოდა, ჩვენ არაერთგზის გვისაუბრნია ამასთან დაკავშირებით. პრესითაც, ტელევიზიითაც არაერთგზის განხილულა ეს თემა. მისი ფუნქციების საკითხი ზოგადად ქართულ სივრცეში. მადლობა მაყურებელთა პარლამენტი ქუთაისი იქნება საქართველოს მეორე დედაქალაქი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისში მოწესრიგდება ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, ქუთაისი იქნება საინვესტიციოდ უფრო საინტერესო და მეტი დასაქმების საშუალება ექნება ხალხს და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ უფუნქციო ქუთაისში ეს სასიკეთო ძვრები ძალიან გასაგებია. დიდი მადლობა. ჩვენ უკვე თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამოცდილება და ამ მოგესალმებით ბატონო გიორგი. ისმის თქვენი ხმა ალბათ. თქვენი მერობის პერიოდში ნამდვილად რომ ღირსეულად გავლეთ თქვენი მუშაობის
პერიოდი და ეხლა გვაინტერესებს თქვენი წარმატების შედეგად პარლამენტში ქალაქი ქუთაისისთვის რას გააკეთებთ სამომავლო გეგმებით შეიძლება? აი, კითხვა გასაგებია, გამარჯვება. თუ კი პარლამენტში მოხვდებით, რას გააკეთებთ ქალაქისთვის? მე ვიცი ახლა ჩემს ოპონენტებს რა აზრიც გაუჩნდებათ ამასთან დაკავშირებით, თუმცა მართლა არ ვიცოდი თუ კი სატელეფონო ზარები იქნებოდა დღეს ამ სტუდიაში ჩემი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ალბათ პირველ რიგის გამარჯვება ჩემიც და თქვენიც იქნება ის რომ ქუთაისი არ დაკარგავს თავის ახლად მოპოვებულ სტატუსს და ქუთაისი იქნება საპარლამენტო დედაქალაქი ეს ერთი ალბათ ჩემი საპარლამენტო მოღვაწეობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი мотивациაც რა ვიცი ალბათ გეზიც იქნება იქეთკენ რომ ჩვენ პარლამენტს მივაღებინოთ რაც შეიძლება სწრაფად კანონი ქუთაისის როგორც საპარლამენტო დედაქალაქის შესახებ. დიდი მადლობა. ნინო ჯერ ერთ თუ შეიძლება, მაგრამ ერთი წუთით თუ შეიძლება, ნინო, ერთი წუთით მაყურებელია ხაზე, ისევ მაყურებელს დაუთმოთ უკაცრავად. უხერხულია უბრალოდ. დიახ, გისმენთ? ორი შეკითხვა მაქვს უბრალოდ ბატონ გუბასთან. ესე იგი, მაინტერესებს ჯობია თუ არა დღევანდელი საქართველოს 8 წლის უკანდელ საქართველოს შეხედულება მაინტერესებს და მეორე ადამიანს, რომელსაც მთელი კაპიტალი რუსეთში აქვს, იქნება თუ არა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთის მარიონეტი. მაინტერესებს კი. ვის გულისხმობთ ბატონო? ბატონი გუბაზიდან. ბატონო? ვის გულისხმობთ, როდესაც ამ არა, ჯობია რომ დაასახელოს სახელი და გვარი, ვის გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ კაპიტალი არის საზღვარგარეთ და კერძოდ რუსეთში. ბატონ ვიძინა ივანიშვილი. გასაგებია, მიღებულია კითხვა. დიახ. რა თქმა უნდა. არა მგონია რომ დღევანდელი საქართველოს 8 წლის წინანდელ ჯობდეს, ის იყო პირველი სერია, ესაა მეორე სერია. ერთი ფილმი არის, ერთი გაგრძელება არის. მე მგონი ყველას გაგვახსენდება, რომ სააკაშვილი ზუსტად არის შევარდნაძის მემკვიდრე. შევარდნაძე თუ დაგვავიწყდა ქალბატონო შეგახსენებთ. შევარდნაძე ღიად გეუბნებოდა რომ თქვენი შემდეგი პრეზიდენტი იქნება სააკაშვილი. რაც მოძრაობა არის მოკავშირის გაგრძელება. 1992 წლიდან ერთი და იგივე პოლიტიკური გუნდი გარკვეული გადანაცვლებებით არის ხელისუფლებაში. დღევანდელ საქართველოს რაც შეეხება ჩემო ძვირფასო ქალბატონო თუ რამე მოგწონთ დღევანდელ საქართველოში და გზები რო დაიგო პატრული რო გაკეთდა ჯარისკაცებს ფორმა ჩაეცვა შეიძლება არ იცით შეიძლება იცით მაგრამ მაინც გეტყვით რომ არის ბიძინა ივანიშვილის ფულით გაკეთებული ეს ყველა რაც თქვენ მოგწონთ და რითაც ამაყობს სააკაშვილი უსიწყვილოდ ეს არის სულ ბიძინა ივანიშვილის ფულით გაკეთებული მე მგონი ეცითელ ლენტებს რო ჭრის სააკაშვილი მაგრატელი რო აქვს ისიც ბიძინას მიცემულია მე მგონი 600 მილიონი აქვს მარტო ქართულ არმიაში ჩადებული ბიძინა ივანიშვილის ისე ჩემო ძვირფასო ქალბატონო წელიწად ნახევრის წინ გრაფ მონტე-კრისტო იყო ბიძინა ივანიშვილი ასე უწოდა მას სააკაშვილმა ისე ენა მოყივა გრაფ მონტე-კრისტოს ფინალი გახსოვთ რა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება მაშინ რო ქართულ არმიას ეხმარებოდა პატრულს რო ხელფას უხდიდა ტექნიკა რო ჩამოიტანა გზები რო დააგო სკოლები გაარემონტა ეროვნული მემკვიდრეობა რო გადაარჩინა მაშინ რატომ არ გახსოვდათ რომ ეს რუსული ფულია რაც შეეხება აგენტებს და რუსულ გავლენას ძვირფასო ქალბატონო მიხეილ სააკაშვილის ბიძა დედის ძმა თემურ ალასანი არის ფსბ-ს გენერალი და იცით სად მუშაობდა წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის კვოტით იყო გაეროში განიარაღების კომიტეტის წევრი ჩემო ძვირფასო ქალბატონო ამ სტატუსით ის ესწრებოდა წლების განმავლობაში უშიშროების საბჭოს ხდომებს ჩემო ძვირფასო ქალბატონო თელი ერთი წუთი დავასრულებ რა არა ერთი წუთი მოსაზრება დამასრულებია ჟურნალისტის ამოცანა არის რომ მოსაზრება უნდა დამასრულებია და შეგახსენოთ ბატონ გუბაც მადლობა შეხსენებისთვის ხო დღეს თელი ენერგეტიკა ქართული არის რუსეთის ხელში აღმოჩნდა ენგურჰესის სტატუსი იცით ქალბატონო პროპაგანდას მუდაექვემდებარებით ჩემო ძვირფასებო თორე დღევანდელი სამი ქართული ტელევიზია იმედი პირველი არხი და რუსთავიარი გეუბნება რომ ომი თურმე ბიძინას დაუწყია და დიდი მადლობა ბატონო გუბას მაყურებელია ისევ ხაზზე გისმენთ გისმენთ ალო შეიძლება ვისაც დაუსვამს კითხვას მაყურებელია იმანვე უნდა გასცეს პასუხი გისმენთ
რაღაც ტექნიკური ხარვეზია და თუ შეიძლება თქვენ მოდათ კითხვის დასმის უფლება მოგეცათ ბატონო გია, მაგრამ ვერ გამოიყენეთ და თუ შეიძლება მოусმინოთ. ტექნიკური ხარვეზია, კაპიტონინო, წარმოადგინეთ ჯერ თქვენი დიახ სტატუსები ნახართ და წელიწად. მაშინ რადგან ბატონმა გუბასმა ისაუბრა, ბატონ გიორგის დაუსვა ამ შეკითხვას. ბატონ გიორგი, მარტივი შეკითხვაა სრულიად. თქვენი პარტიისთვის პიროვნების დასაქმების დროს იქნება თუ არა პრიორიტეტული და მთავარი განმსაზღვრელი ასაკი? პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პარტიისთვის და ჩვენი პარტია დღეს იმას, რომ ადამიანის დასაქმებისათვის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი არის ასაკი, ამას ებრძვის უკვე მე-4 წელიწადია, მას შემდეგ რაც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა არსებობს. მე დღეს მაგალითი მოვიყვანე ახლა და ვისაუბრე იმაზე, რომ კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობის დაწყებიდან რაღაც გარკვეულ პერიოდში 4 თვის წინ უკვე 80 ადამიანი კვალიფიციური სპეციალისტები გაათავისუფლეს. მე ბევრი მათგანი სახელი და გვარის ჩამოთვლა შემიძლია უბრალოდ ახლა შორს წაგვიყვანს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძირითადად გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ისინი არიან 50 წელს ზევით ყოფილი. ამის დიდი ეჭვი გაუჩნდა ყველას, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველა ერთი ასაკისანი აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ კონკრეტულად ეს მიზეზი არ უთხრეს, ბუნებრივია ამ ადამიანებს პირველ რიგში ამაზე აქვთ ეჭვი. და ის პოლიტიკა, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ თურმე ვინც დაასაქმებს 45-დან 60-მდე ადამიანებს მათ საგადასახადო შეღავათებს გაუკეთებენ და უცებ 8 წლიანი მმართველობის შემდეგ გაუნათდა მას გონება და უცებ ასაკოვან ადამიანებსაც მიხედა. დღეს ქვეყანაში გვაქვს რეალობა, როდესაც ადამიანები 50 წლის ადამიანები ოცნებობენ როგორმე მალე პენსიაზე გავიდნენ. და ყველა შეხვედრაზე ალბათ თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ მოусმენია ეს, რომ ოღონდაც კი მალე გავიდე პენსიაზე, ოღონდაც კი საპენსიო ასაკი ჩამოიწიოს. იმაზე კი არ ოცნებობს, ხალხი რომ ელემენტარულად ღირსეულად მიაღწიონ იმ პენსიამდე, ღირსეულად იმუშაონ და რაც შეიძლება მოგვიანებით მოვიდეს ეს პენსიის დრო. არა, იმაზე ოცნებობენ, რომ როგორმე ეგება 60 წლიდან ჩამოწიონ 55-მდე თუ 53-მდე და პენსიაზე გავიდე. იმიტომ სოფლებში განსაკუთრებით ფულად ერთეული მხოლოდ პენსიონერს აქვს. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ პროპორციულად დანაშაული დაწყებული 2003 წლიდან. ვარდების რევოლუციამ, რომელმაც ტალღა კი არა, ცუნამი მოიტანა უპირველეს ყოვლისა ასაკოვანი ადამიანი, შუახნის ასაკის ადამიანები უპირველეს ყოვლისა ერთ მნიშვნელოვნად ჩარეცხა. და ეს ჩემი ტერმინი არ არის, სააკაშვილის ტერმინია. ჩარეცხა ის ადამიანები, რომელსაც გამოუცხადეს, რომ 30 წელზე ზევით, 35 წელზე ზევით ადამიანები არ გჭირდებიან. იმიტომ თურმე ახალი საქართველო რო უნდა ავაშენოთ, პროფესიონალები და გამოცდილები არ გჭირდება. გჭირდება მარტო კონკრეტულად თუ შეიძლება ბატონო. ამიტომაც რა თქმა უნდა, ქრისტიან-დემოკრატები 4 წელიწადი ამაზე ვიბრძვით, ამას ვებრძვით ერთ-ერთ ამ მიმართულებას, დასაქმების პოლიტიკის გაუკუღმართებულ მიმართულებას. ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არანაირი მნიშვნელობა მიმართულებას, ასაც ქვია ასაკი, დასაქმებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ექნება მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელობა კვალიფიკაციას, ადამიანის ცოდნას, ადამიანის შრომის უნარიანობას და მის სურვილს იყოს დასაქმებული. და რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეწყოს უამრავი სხვა პროგრამის და პროექტის განხორციელების დიდი მადლობა, მაყურებელია ხასზე. დიახ, გისმენთ. მაყურებელია ხასზე. ბატონო გიორგი, ბატონო გიორგი, თქვენთან მაქვს შეკითხვა. დღესდღეობით პარლამენტის მშენებლობის დღიდან ხალხი რომ წდება, თუ ხარ საქმის ხუში, დაწყების დღიდან დედაშვილი და დღესდღეობით 4 მძიმე დაშავებულია. ხარ ამ საქმის ხუში, ძალიან ხო დამიდასტურეთ და ერთი ადამიანი დამიდასტურეთ, ქუთაისში დასაქმებული, ძალიან ტყუილებს ლაპარაკობ და ტყუილებით მოდიხარ. ძალიან ხო, შეეშვის, ოცნებებს, მართლა ოცნებებს შეეშვის. და ქართული ოცნება მოვა ნამდვილად საქართველოს. ნამდვილად მოვა გუბასტანიკი და ქუთაისი. ნამდვილად მოვა. დააკონკრეტეთ თუ შეიძლება. ნუ თავისთავად ახლა გასაგებია, მაგრამ მაინც ჯობდა რომ დაეკონკრეტებია. ძალიან დიდხატი თქვენს პოლიტიკურ წამს და გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ შეუძლებელია ნებისმიერი ადამიანის პოლიტიკური გადაწყვეტილება პატივისცემას არ იმსახურებდეს ზოგადად ჩვენში. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. რაც შეეხება პარლამენტის მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევებს, ჩვენ ერთი მინდა ვთქვა, რომ დაუჯერეთ ინსინუაციებს პარლამენტის ფლიგელის ჩამონგრევის და სხვა ესეთი რაღაც მართლაც საფუძველს მოკრებული ჯორების შესახებ. იქ მართლაც ერთი დამხმარე ნაგებობის ხარაჩო ჩამოინგრა, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი ძალიან კარგი ადამიანი და ეს რა თქმა უნდა დიდი ტრაგედია, თუმცა 22 ადამიანის დაღუპვა ეს 22-ჯერ უფრო დიდი ტრაგედია. მე არ მახსენდება დიდი მასშტაბის მშენებლობები
ჩვენს ქალაქში მე კერძო მშენებლობებს გულისხმობ, იგივე ჭავჭავაძის პროსპექტზე არის მაგალითად აგებული სავაჭრო ცენტრი, სადაც მსგავსი უბედური შემთხვევები არ ხდებოდეს და ამისგან დაზღვეული არაფერია, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ამის შენობა უარგისი მისი შემდგომი ექსპლუატაციის და ზოგადად მისი გამოყენებისთვის ან დაწყებული შენობის იმიჯიც მე მგონია, რომ ქუთაისში პარლამენტის გადმოსვლის არამოსურნეთა მიერ გავრცელებული რაღაც საფუძველს მოგებული ჭორია. ასე რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენ შეხედულებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტის კონსტატაციას ვახდენ მხოლოდ და მხოლოდ. არის ერთი დაღუპული ადამიანი, რამოდენიმე დაშავებული, რომელიც სამუშაოს უსაფრთხოების ზომის დარღვევის გამო თქვათ მოხდა რაღაც კონკრეტული შემთხვევა. ამისგან დაზღვეული არ არის. გასაგებია ბატონო გიორგი. მირიან, დიახ. თქვენი სტატუსი თუ შეიძლება პირველ რიგში. ბატონო სამსონ, თქვენი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში შრომის კოდექსი შეიძლება თუ არა? ცოტა ახლოს თუ შეიძლება მიკროფონი დიახ. შრომის კოდექსი შეიძლება თუ Domnul თქვენი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში შრომის კოდექსი შეიძლება თუ არა და ამ კოდექსში დამსაქმებლის უფლებები იქნება უფრო პრიორიტეტული თუ დასაქმებულის. დიდი მადლობა კითხვისათვის. მოგახსენებთ, საქართველოში არსებული დღევანდელი შრომის კოდექსი პრაქტიკულად ეს არარსებული კოდექსია, რომელიც აბსოლუტურად არ ცნობს დასაქმებულის უფლებებს. ეს არის დამსაქმებელთა ინდულგენცია რაღაც, რომელიც იცავს დამსაქმებელთა უფლებებს, ხოლო ნიველირებულია თავიდან ბოლომდე დასაქმებულთა უფლებები. შესაბამისად, ალბათ ნორმალურ ქვეყანაში მნიშვნელოვანია და ყოველ ფრაზას, თითოეულ სიტყვას უნდა ექცეოდეს დიდი მნიშვნელობა და დიდი განშას ჯაბაასის შედეგად უნდა ხდებოდეს მისი მიღება, მაგრამ ის მიიღო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი ხელის აწევით, რომელიც გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებზე, რადგანაც დამსაქმებლებად გვევლინებიან ან თავად, ან ინვესტორები, რომლის უკანაც ოფშორებიდან და სხვადასხვა გაურკვეველი ადგილებიდან რეგისტრირებული კომპანიებით ეგრეთ წოდებული ინვესტორის სახელით შემოდიან და თავად ძარცვავენ ამ ქვეყანას. ჩვენ სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ, მთელი ქართული კაპიტალი, მთელი ქართული სიმდიდრე გასხვისებულია. ალბათ ყველა ცოტა დრო გვეძლევა რაიმეს გაშინაარსებისთვის და თუ არ მივეცით შესაძლებლობა ზუსტი პასუხი მივცეთ და ამორჩეველმა გაანალიზოს, კარგი თქვით არა უქნადად. დაასრულეთ ბატონო სამსონ და შემდეგ უკვე გადავალთ სხვა კითხვას. ანუ ბუნებრივია შრომის კოდექსი შეიცვალა, მაგრამ ის იქნება დასაქმებულზე ორიენტირებული, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ამის იმედი ნუ ექნება ქართულ ამორჩეველს და ეს კარგად დაიმახსოვრებს. დიდი მადლობა. ჩვენი საერთო სამწუხაროდ იწურება და არასამთავრობო სექტორს მინდა მივცეს საშუალება, რომ მათ შეაფასონ დღევანდელი დებატები. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, მე საათი დანიშნული მაქვს და შემდეგ უკვე უნდა მივცე საშუალება ჩვენ სტუმრებს, რომ მიმართონ ამ მრჩევლებს ამის დრო და გამოიყენონ მათ. მოგესალმებით. ახალგაზრდა ევროსტა ასოციაცია ქუთაისის ფილიალი, მე მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს და მინდა ჩვენს ქვეყანას უსურვო მშვიდობიანი არჩევნები. აქ თემა იმდენად აქტუალურია დასაქმება და შრომითი უფლებები, რომ ალბათ ყველა პოლიტიკური პარტია ვთანხმდებით იმაზე, რომ დღეს დამსაქმებლის უფლებები უფრო მეტია გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით ვიდრე დასაქმებულის. ალბათ ამას სჭირდება გადახედვა და ნებისმიერი თქვენთაგანის ესე რომ ვთქვათ უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში იმედს ვიტოვებთ ჩვენ, რომ ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება. რაც შეეხება დებატების ფორმატზე შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება შეჯერება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დებატები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუნდაც იმის გამო, რომ მოსახლეობამ გაიგოს, ქუთაისის მოსახლეობა არ იყოს მარტო მართალია გვაქვს ჩვენ იმის საშუალება, რომ სხვა არხებსაც უყუროთ, მაგრამ არ შეიძლება იყოს მარტო სამი არხის იმედად და ამარად. აქედან გამომდინარე, მე ვისურვებდი თითოეულ თქვენთაგანსაც ვისურვებდი მოქმედი კანონმდებლობა იყოს შეცვლილი და იყოს მე ვიქნები სუბიექტური და ვიტყოდი, რომ დასაქმებულის ინტერესები უფრო უნდა იყოს დაცული და უფრო მეტიც შორს დავიდოდი და ვიტყოდი, რომ დასაქმებული ინტერესების დაცვა ეს ძალიან დიდი შემდეგ სოციალური პაკეტის გაზრდა არის, დიდი მნიშვნელობით სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არის და
შესაბამისად ალბათ ბატონ გიორგის დავესესხებოდი და ვეტყოდი რომ რეალური ესე რომ ვთქვათ მშობლებს მუშაობა და როგორც არის თქვენი ლოზუნგია შვილებს განათლება და მშობლებს დასაქმება. ბატონ გიორგი თედორაძეს ვეტყოდი რა თქმა უნდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ნაკლებად მგონია რომ კანონი საპარლამენტო ქალაქის შესახებ ნაკლებად მოგვარებს ამ პრობლემას, თუმცა თქვენის მხრივ წარმატებებს გისურვებთ ყველას და წინასაარჩევნო მარათონი გაქვთ და ნახოთ ამორჩევლის იმედი ნამდვილად გვექნება რომ ხალხი გააკეთებს სწორ და კანონიერ არჩევანს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თეონა თუ შეიძლება. მოგესალმებით, სამართლიანი არჩევნების ქუთაისის რეგიონალური ოფისი. ზოგადად მივესალმები დებატების ფორმატს, ნამდვილად სასიამოვნოა, ქუთათურები არა ვართ ამით განებივრებული, რომ საშუალება გქონოდა ადგილობრივ მაჟორიტარობის კანდიდატებთან ესეთი მსგავსი მოსმენის, ესე რომ ვთქვათ, ტელევიზიის საშუალებით. მე უბრალოდ ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ყოფილიყო საუბარი ისევ ქუთაისის პრობლემებზე, თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმში ეს შედარებით შეიცვალა. ზოგადად ის რომ დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამაზე არავინ არ დაობს და არც ჩვენი დღეს აქ ხომის საზოგადოება, რა თქმა უნდა ის რომ დასაქმებული ადამიანი არანაკლებ დასაცავია, ეს ჩვენმა წინა საარჩევნო პერიოდის მონიტორინგმაც ძალიან კარგად ნათელყო. მე გადავავლე თვალი ჩვენს ანგარიშებს და სამწუხაროდ ათობით შემთხვევები იყო, როდესაც დასაქმებული ადამიანების გათავისუფლება მოხდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით. სამწუხაროდ ბოლო ანგარიში აგვისტოს თვეშიც კი მოხდა მსგავსი ფაქტის ანგარიშგება ჩვენს ანგარიში მოხდა მსგავსი შემთხვევები აღიწერა, ასე რომ ვთქვათ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ უფრო კარგი იქნებოდა დღეს საშუალება გქონოდა ჩვენს დამსწრე საზოგადოებას მეტი ესაუბროთ კონკრეტულად პროგრამაზე, კონკრეტულად იმაზე, რომ რას გულისხმობს მათი პროგრამებში, რა არის გათვალისწინებული დასაქმების თვალსაზრისით. იმიტომ რომ მოქალაქეებმა უნდა მოისმინონ არის პროგრამები ქვეყნდება სხვადასხვა საიტებზე, თვითონ პარტიის გვერდებზეც, მაგრამ სასურველია აი ამ ფორმატში მოქალაქემ უფრო ლაკონურად, მოკლედ მისთვის მისაღები მარტივიანით მიიღოს ინფორმაცია იმაზე თუ ამა თუ იმ კანდიდატის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში რა იგეგმება და როგორ გამოსწორდება მათი მდგომარეობა ამ კუთხით. დიდი მადლობა, ალბათ გათვალისწინებული იქნება თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები. რაც შეეხება ჩვენს საეთერო დროს უკვე დასასრულს უახლოვდებით, მაგრამ თქვენ გეძლევათ საშუალება წუთნახევარია რეგლამენტი, რომ მიმართოთ ამ მომრჩეველს. ბატონ გიორგი, დავიწყოთ თქვენგან. ისე თემატიკიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ იმისათვის რომ საქართველოში ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავს თვიდეს მართლა დასაქმებულად და არა ხელოვნურად შექმნილი რაღაც თვითდასაქმების ილუზიებში დაფრინავდა, როგორც ხელისუფლება გვთავაზობს. ამისათვის არის გასაკეთებელი ძალიან მარტივი რამ. სამინისტრო კი არ არის შესაქმნელი. ამისათვის პირველ რიგში არის აღწერა შესატარებელი იმ ადამიანებისა, რომელიც სამუშაოს მაძიებელნი არიან და კონკრეტულად რა სამუშაოს ეძებს ესე თუ ის ადამიანი და ამ ბაზის შექმნა სამინისტრო არ ჭირდება. სამინისტრო კი არ არის შესაქმნელი. ამისათვის ანტიმონოპოლიური რეგულაციების სამსახურია შესაქმნელი, რომ ქვეყანაში მონოპოლისტები აღარ არსებობდნენ და მცირე და საშუალო ბიზნესის რეალური განვითარების საშუალება იყოს. იმისათვის რომ დასაქმებას ნამდვილად ხელი მოუკიდოთ და სამუშაო ადგილების შექმნათ, ამისათვის ელემენტარად საგადასახადო კოდექსში ისეთი ცვლილებები უნდა შევიტანოთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს გადასახადებით კი არ ვახშობდეთ, არამედ იმ რეჟიმში ვამუშაოთ, რომ მათ საშუალება ჰქონდეთ 1, 2, 3 თვის მერე ეკონომია გაკეთებული გადასახადების შემდეგ გააკეთონ და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. და სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესმა უნდა შეუწყოს ამას ხელი. სამუშაოს შესაქმნელად და ადამიანების დასაქმნელად საჭირო არის არა შეზღუდვა და ასაკობრივი ცენზების და შემოღება, არამედ საჭირო არის კონკრეტული სამუშაო ადგილების შექმნა, თუნდაც სხვადასხვა ფონდების მიერ სამუშაო ადგილების მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დახმარების კუთხით. რეალურად სახელმწიფო არც ერთ ამ სტრატეგიაზე დღეს
ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის სახით არ ზრუნავს. დღევანდელი ხელისუფლება ზრუნავს მხოლოდ იმაზე, როგორმე დიდი რაოდენობით ხმები მიიღონ არჩევნების წინ სამუშაო ადგილების დაპირებით, რომელიც შემდეგ უკვე არჩევნების შემდეგ გაქრება ერთ წუთში. არაერთხელ მოგვისმენია ყველას ერთად. 10 წლის განმავლობაში ვამდენ ჩვენ ხელისუფლებას, დღევანდელ ხელისუფლებას ეს ქვეყანა. 10 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია დაპირება, რომ სამუშაო ადგილების შექმნა, იქნება მილიონი სამუშაო ადგილი, შემდეგ იქნება ადამიანები ქვეყანა სიღარიბის გარეშე, მაგრამ სარგებელი აი ამ დაპირებებიდან და აი ამ 10 წლის განმავლობაში მიიღო მხოლოდ იმან, ვინც პირდებოდა ამას ყველაფერს და არა იმან, ვისაც პირდებოდა. ამიტომ ეს არჩევანი ძალიან კონკრეტულად იქნება გასაკეთებელი ჩვენს ქვეყანაში და 1 ოქტომბერს იქნება ძალიან სერიოზული წყალგამყოფი. ჩვენ არ გავითარდებით და დიდი ნაბიჯებით წავალთ წინ ჩვენი ქვეყნის განვითარების გზით. ამბა კიდევ ერთ ადგილის კეპნას დაუთმობ დიდ დროს. არჩევანი უნდა გააკეთოს ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენმა მოქალაქეებმა. იმისათვის რომ ჩვენ ოჯახებში ყველა თაობას ჰქონდეს კეთილდღეობა, ჩვენი შვილები იყვნენ განათლებულები, ჩვენი მშობლები იყვნენ დასაქმებულები და არასოდეს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის და არ ჰქონდეთ შიში, რომ მათი მშობლები, მათი უსაქმურობის და უმუშევრობის გამო იქნებიან გაუნათლებლები. და ჩვენი პენსიონერები, ჩვენი ბაბუაბებიები, რომლებიც იქნებიან დაფასებულები. ყველა თაობა ერთიანი საქართველოსთვის. აი ამ რეალობაში ამას ნიშნავს, რომ ჩვენ ოჯახებში გაიღება კარები და იქ შემოაბიჯებს კეთილდღეობა. სწორად გათვლილი, სწორად გაანგარიშებული პოლიტიკის შედეგად. ჩვენი შვილები იქნებიან განათლებულები, მშობლები მათი იქნებიან დასაქმებულები, ხოლო ჩვენი ხანდაზმულები იქნებიან დაფასებულები. ეს არის ის რეალობა, რომელიც მოვა დაბალი ტარიფებით, სამართლიანი ტარიფების შემოღებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის რეალური სუბსიდირებით სახელმწიფოს მხრიდან და არა მხოლოდ 4-ზე გადამრავლებით, როგორც დღეს ხელისუფლება აკეთებს და შემდეგ რაღაც ციფრების манипуლირებით და რეალურად რო თქვათ, აი ამ კონკრეტული პროგრამების განხორციელებას სჭირდება ძალიან კონკრეტული მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. იმიტომ რომ ბენკეტი ამის განხორციელებას სჭირდება ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას იმისათვის, რომ ვთქვათ, ღუმელთან ახლოს უნდა იყოს ის გუნდი, რომელიც ძალიან კარგად შეუკეთებს იმ ღუმელს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან სწრაფი ტემპებით განვითარებს. დიდი მადლობა, თქვენ გადააჭარბეთ დროს. ბატონობას. ჩეხევა ყველაზე მთავარი რა ჩვენ გვჭირდება ქუთაისის მასშტაბითაც და საერთო ეროვნული მასშტაბითაც. ხალხო სახელმწიფოს აქვს ორი ფუნქცია, დასჯისა და მეურვეობის. ნაციონალურმა მოძრაობამ დასჯის ფუნქცია აიყვანა იმპერატივში, სრულყოფილება განიცადა ამ მიმართულება, მაგრამ საერთოდ უარი აქვს ნათქვამი მეურვეობაზე, დაცვაზე, სამართალზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე, მუშაზე, გლეხზე. ქართველი ხალხის ინტერესი ნაცმოძრაობისთვის არის სასაცილო. ახლა ვიცნობ მათ მესვეურებს, ვინც არის მათი ეგრეთ წოდებული ლიდერშიპი. ძალიან კარგად ვიცნობ პრეზიდენტ სააკაშვილს პირადად. მათთვის ქართველობა, ეროვნულობა, სამშობლოს განცდა, ეს არის სასაცილო. გუშინდელ დღეს ამიტომ გვეძახიან ჩვენ ისინი. არადა საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს თუ ის თავის ძველ ფესვებზე, ტრადიციულ მეურნეობებზე, იმ დარგებზე, რომელიც ტრადიციულად ჩვენთვის მისაღები იყო. რა ტურიზმი უნდა განვითარდეს ხალხო, სადაც 82% პროდუქტის თურქეთიდან არის შემოტანილი. რომელი ტურიზმი განვითარდება? როცა ჩვენ შვილებს ფაქტიურად საწამლავით ვკვებავთ და არეხარისხის თურქული პროდუქტი როცა შემოდის, როცა ყველანაირი კონტროლის საშუალება და კონტროლის მექანიზმები ხარისხისა იმ პროდუქცია რაც შემოდის საქართველოში არის გაუქმებული. ამიტომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოქტომბრის თვეშივე აპირებს გრანდიოზული გეგმების განხორციელებას ჩვენ ქალაქში. აქ რო არის ამდენი წიავ-წიავი, ამდენი წელია ლაპარაკია, 9 წელია ხელისუფლებაში არიან, წყლის პრობლემა ვერ მოაგვარეს ქალაქის. სამიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის პრობლემები ვერ მოაგვარეს. და საუბარი არის რაღაცა მითიურ სტატუსებზე, რომელიც ქუთაისს ან გამოადგება ან არა. ამიტომ ქართული ოცნება აპირებს 3 დიდი გრანდიოზული პროექტის განხორციელებას ქუთაისში. ეს არის 24 საათიანი წყალმომარაგება, გაზაფხულზევე დაიწყება ეს მშენებლობა, ეს არის სამიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის სრული განახლება, ესეც გაზაფხულზევე დაიწყება და იმ ქართულ სოფლის მეურნეობას სჭირდება უმაღლეს სასწავლებელი, რომელიც მოამზადებს ახალ თაობას,
მაღალი ტექნოლოგიებით, ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობისთვის 10,000-ზე მეტი სტუდენტი ჩამოვა ქუთაისში და იცხოვრებს. ამ სტუდენტობას ხალხო ჭირდება მომსახურეობა, ქუთაისში გაძვირდება საცხოვრებელი ფასი, ბინის. ქუთაისში შეიქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, ქართული ოცნება აპირებს შემოიღოს უპროცენტო გრძელვადიანი სესხების სისტემა. ნებისმიერ თქვენთაგან შეგეძლებათ, ვისაც მუშაობა არ გეზარებათ, გამოიტანოთ სესხი ყოველგვარი პროცენტის გარეშე და შექმნათ დოვლათი და შექმნათ ღირსეული შემოსავალი. ჩვენი პროექტით, მთელი ამ პროექტებით, მთელი იმ შეპირებებით, რომელიც ქართულ ოცნებას გვაქვს ჩვენს პროგრამაში, არანაკლებ 25,000 კაცი დასაქმდება ქუთაისში, მარტო ქუთაისში. ის ავტოქარხანა და ის სატრაქტორო ქარხანა, რომელიც მკვდარია დღეს და პულსი არ ესინჯება, ის ამუშავდება ხალხო, იმიტომ რომ ქართულ სოფლის მეურნეობას ჭირდება ჩაქუჩიდან დაწყებული მიკროტრაქტორით დამთავრებული. და ეს საუბრები, რომ თითქოს ჩვენ სპეციალისტები აღარ აქვს, საუკეთესო საინჟინრო კორპუსი ცხოვრობს ავტოქარხნის დასახლებაში. მაღალკვალიფიციური მუშები ჯერაც კიდე შემორჩენილია, რომლებიც აბსოლუტურად დაუსაქმებლები და აბსოლუტურად უყურადღებოთ არიან და დარჩენილები. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ეს ყველაფერი ამუშავდება, იმიტომ რომ ამას ამბობს ქართული ოცნება და ამას ამბობს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცნობილია იმით, რომ ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს მას. განსხვავებით ცხოვრებისგან. მადლობთ, ბატონო გიორგი. მიმართეთ ამ მორჩევას. მინდა მიმართო ჩემს ქუთათურებს, ჩემს თანაკალაქელებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა საჭიროებები და რა კონკრეტული პრობლემები აწუხებთ მათ. ქუთაისში რა თქმა უნდა მოსაგვარებელია წყალგაყვანილობისა და წყალმომარაგების საკითხი. ჩვენ 12 სექტემბრიდან ვიწყებთ რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს. უკვე ქალაქის 20% იცით იღებს 24 საათიან წყალს, მაგრამ ეს იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით გადამდების სასიკეთო ტენდენცია. 290 გზა არის დასაგები ქუთაისში, რომელიც უახლოესი 2 წლის განმავლობაში 2014 წლის დასაწყისამდე იქნება მოგვარებული და რეაბილიტირებული ქუთაისში. ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი ეს არის ქუთაისის ახალი სტატუსი და ქუთაისი როგორც საპარლამენტო დედაქალაქი. საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი ქუთაისისთვის ბევრი სასიკეთო ტენდენციისა და ძვრის წინაპირობაა. პირველ რიგში ეს იქნება ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემისა და საკითხის გადაწყვეტის წინაპირობა. მეორე ეს იქნება ჩვენი თანაკალაქელი ახალგაზრდებისთვის რეალური პერსპექტივის და წარმატებული კარიერის გაკეთების წინაპირობა ქუთაისში, რომლებიც მუდმივად გადიან ამ ქალაქიდან და ტვინების გამდიდრების პროცესი, რომლებიც ძირითადად დედაქალაქში გადაადგილდებიან, ეს არის ერთ-ერთი მომაკვდინებელი და დამასუსტებელი პროცესი ჩვენი ქალაქისთვის. ასევე ქუთაისი იქნება საპარლამენტო სტატუსის პირობებში საინვესტიციო უფრო საინტერესო ნებისმიერი ინვესტორისათვის და ეს ბუნებრივია ნიშნავს მეტი ბიზნესის, მეტი ეკონომიკის განვითარებას ქუთაისში. 1 ოქტომბერს ქუთაისს აქვს არა არჩევნები ჩემო კარგებო, არამედ რეფერენდუმი, გვინდა თუ არა პარლამენტი ქუთაისში. იმიტომ რომ იმ საარჩევნო ბიულეტენებში ვეწეროს გინდა თუ არა პარლამენტი ქუთაისში და კის გასვლა ვეწეროს ციფრი 5, სწორედ ეგეთი სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენ გადმოგვაქვს პარლამენტი ქუთაისში, ხოლო ჩვენს თავარ ოპონენტს ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია ქართულ ოცნებას უნდათ აი ამ მნიშვნელოვანი მონოპოლისა და სტატუსის წარდგენა ჩვენი ქალაქისთვის. ასე რომ არჩევანი თქვენთვის მომინდია, რა გვირჩევნია, მე არ შემიშლია თქვენთვის ხელი, რა გვირჩევნია, რეალობას მოკლებული. რეალობას მოკლებული ეცნობები თუ რეალური სტატუსი ჩვენი ქალაქ ბიძინა ივანიშვილს არ გადააქვს პარლამენტი ქუთაისიდან ბატონო პარლამენტი არ გადააქვს ბიძინა ივანიშვილს ქუთაისიდან მე ვსვამ შეკითხვას პარლამენტი არ გადააქვს ბატონო გუბას პარლამენტი გადააქვს ქართული კოალიცია ქართული ოცნება თუ კი მოვა ქვეყნის სათავეში იმ საპარლამენტო შენობაში საკონცერტო დარგი რომ ის შენობა არის უსაფრთხო კი ბატონო არის მაგის საბუთი არის მაგის საბუთი რა საბუთი გადააქვს ნაციონალური ეს არის არის გადახდილი იგივე ამოდიდან წარმოქმნა არ აქვს რა ხდება ამ შენობაზე 1770 ხიმიჯია 22 მეტრის შენობას და მაგაზე 1770 ხიმიჯია შენობებს რა ისო სიმქარებს და ცხელქარებს როგორც თქვენ ზანამდე ხუშოკემა გაუძლო უკვე 50 წელი და თქვენ გონიათ ის დაასრულეთ ბატონო დიდი მადლობა ამიტომ საფუძველი არ აქვს შენობა ბატონო სამსონ მიმართეთ ამ მოჩვევას შეიძლება დასახლებას და ქუჩები ნახეთ სადაც ფეკალური მასები და სადაც სასმელი წყალი ერთმანეთს ერევა
ვერ გამოიყენე. მე ვერის ქუჩაზე. ქუთაისში 68,000 ანები ამ ციფრებს თავი აგიყვან გაჩვენებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სამსონ მიმართეთ არჩევნებს. ვერ შევშეკითხავს, მოდი შევხვდი ბატონო ბიძინა ივანიშვილს პარლამენტი გააქვს თუ არა ქუთაისში? სამ ეგეთ შეკითხვას. ქუთაისში ორი უბანია რომ პარლამენტი გააქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ქუთაისთან ამ შეკითხვას გისვამთ. როგორც ქუთაისელი გისვამთ აი ამ კითხვას. ბიძინა ივანიშვილს ქუთაისში ჩატარდება სესია შემოდგომაზე საპარლამენტო სესია, სადაც უმრავლესობა იქნება ქართული ოცნება. ამ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ შევხვდებით გაძლევთ პირველ არჩევნები ჩავატაროთ სესიის ჩატარებაში, მაგრამ თუ მეპარება იმის გამო ვიცი ხალხის გამო. რატო გახალბებისთვის ოცნებებზე ოცნებებზე მიმართეთ თქვენ აღარ დაგშობათ დრო მისამართად და თქვენ ვიდრე უკვე იწურება ფაქტურად. დიდი მადლობა ბატონო. რასაც აკეთებ შენ თვითონ არ წერა. ძალიან გთხოვთ პატივი ვცეთ. კორექტული იყავით ხო გითხარი? კუბას კორექტული იყავი. უკაცრავად გაგიშულია მიკროფონი ბატონო სამსონ. ელაშინებ ხალხს, როდესაც პედაგოგებს პირდაპირ დაჭერას, როდესაც წერან გაიგორებ და პასუხი ვინც ნაციონალურ მოძრაობაში ვინც არ იქნება თქვენი ხმა აღარ ისმის ბატონოდია ქართული წარმოსინაში ქართული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მისცალა ახალციხეში ყველას მოეყოება კონკრეტული პასუხი და ძალიან კაცი ბატონ სამსონ ხოლო თქვენი ხმა ისმის პირდაპირ შეეგოს მიმართ არის ეს მამიდა ქართული ხალხის ოცნებებზე მეოცნებენი რო არ იყავით ეგ ვიცოდი თქვენი ამოიწურეთ მოგებაზე მეოცნებენი ხართ 2 ოქტომბერზე მეოცნებენი ხართ რომ როგორმე არეულობა მოაწყო დამდგმარებას ეშინია 2 ოქტომბერს ჩემო მე არაფერს არ მეშინია ბატონო არჩევს დგომებს ეშინია გვერდით დგომებს ბატონ სამსონ მიმართეთ თქვენს ამომრჩევლებს თორემ თქვენი დრო იწურება ძალიან გთხოვთ მომეცით 1 ოქტომბრამდე შეიძლება თქვენი პრეზიდენტი თავის მხრივ საგიჟეში წავიდეს ისე ჭკუაზე რომ მე ერთად გიხარით რომ კორექტული საგიჟეში თქვენი ლიდერი გაკეთებულა საბჭოთა კავშირში იქნებ დავით სატელევიზიო გამოწვევს და მიხდებით ვის უნდა საფსიქიატრიაში წაყვანა და ხურნალში ჩვენ მოგეხმარებით საწინააღმდეგო ბატონო სამსონ ალბათ იქნებ დავიცვათ გენდერული ბალანსი და საშუალება მომცეთ რომ სიტყვა მივცე ბატონ სამსონს იმიტომ რომ თქვენი ხმა საერთოდ არის მის ეთერში დიდი გენდერული ბალანსი დაიცვათ და მე მომცეთ უფლება რომ მივცე თქვენს მიმართოს აკეთებდით ამოჩემს წინაშე. გინდა თქვენ პარლამენტის გატანა ქუთაისთან, მაგრამ ვერ მოესწრებით ამ დღეს. ამას გეუბნებით როგორც ქუთაისი. ბატონოგია, თქვენი დროს ამოიწურა უკვე რეგლამენტი. საქართველოს მეორე დედაქალაქი ხელიდან არ გაუშვეს. ძალიან ცუდია, არის მაყურებელი ვერ ისმენს იმ დებატს, რომელიც ამ სტუდიაში კარგი და ბატონებო საკმაოდ დრო დაგითხრეს. თუ შეიძლება დავიცვათ. დრო გაქვს დათმობილი ეს მეტყველებს იქიდანაც, როდესაც კვლევები გამოაქვეყნა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობა და ოცნების კოალიციას ყველანაირი ტელე, რადიო და ელექტრონული თუ არაელექტრონული პრესის საშუალებები დათმობილია თქვენზე და იქნებ ეს 2 წუთი, რომელიც ლეიბორისტული პარტიისთვის გაინერტა ამ ტელეკომპანიამ მეც მომცეთ შესაძლებლობა მიმართო ამომრჩეველს და ის რაზეც ახლა მიმდინარეობს დებატები კარგი იქნებოდა მოესმინა ამომრჩეველს ეს თუ არისმოდა ტელევიზიით ძალიან ცუდი მაგრამ მე მინდა უთხრა ამომრჩეველს ბატონო გიორგი რაც და რომელი საქმეც კეთდება ქუთაისში. კი, ამომრჩეველს მიმართავ და უნდა იცოდეს ამომრჩეველმა, როდესაც ქუთაისის მომავალ სტატუსი არის საუბარი და ის რომ ქუთაისი თურმე აშენდება იმით რომ კონტროლის პალატა, მთავრობის სახლი და პარლამენტი იქნება, ეს არის დიდი ტყუილი, ჩემო კარგებო, ეს არის კაბინეტები გაკეთებული მიხეილ სააკაშვილის მთავრობისა მის ნაცვლად ბატონო გიორგი ამ ქალაქში უნდა გაკეთებულიყო და შესყიდულიყო ტექნოლოგიები 21 საუკუნეში ჩვენ უნდა მოვაცლებთ გლეხი თოხსა და ბარს ამისაც უნდა შესყიდულიყო
უზარმაზარი ფული დაიხარჯა და ბევრ ტექნოლოგიას ვიყიდით. გაგეთებოდა მინი ტრაქტორების ქარხანა, გაგეთებოდა სხვადასხვა ტექნოლოგიები უნდა შესყიდულიყო, რაც ამოსუნთქვის შესაძლებლობას მიცემდა გლეხს. არა, იმაზე დავა რომ რომელი კაბინეტი სად უნდა იყოს. არამედ დავა იმაზე. ანუ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ნაცვლად ამისა ზუსტად ამ მიმართულებით გთხოვთ რამეც დამიხმოთ 2 წუთი. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ზუსტად ამ მიმართულებით იბრძოლებს. ის გააიაფებს და საერთოდ უფასო იქნება განათლება 4-ვე საფეხურზე, შექმნის რეგიონალურ მუნიციპალურ საავადმყოფოებს. ზუსტად მოსოფლის ნორმების განვითარებისათვის ის შეისყიდის და დანერგავს ახალ ტექნოლოგიებს, რაც გაუვიოლებს გლეხს შრომას. ის გაზრდის საბაჟო განაკვეთებზე იმ პროდუქციებზე, რომელიც იწარმოება საქართველოში, რაც მიცემს გლეხს შესაძლებლობას განავითაროს თავისი წარმოება. ასევე სახელმწიფო გააკეთებს სავალდებულო შესყიდვებს, რომ გლეხი იყოს სახალისებული. ამდენად სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ შემდგომ დაგროვილი დოვლატის რეალიზება მოახდინოს. ასე შემდეგ კიდევ სოფლის მეურნეობის განვითარება, ჯანდაცვა, თუ განათლებული და ჯანმრთელი არ ყავს საზოგადოება, ჩვენ ვერ შევქმნით მომავალს. შესაბამისად, ლეიბორისტული პარტია, რომელიც ჯერ არ ყოფილა ხელისუფლებაში და იმ ოპოზიციური პოზიციიდან მან შეძლო სახელმწიფო ბერკეტების გარეშე 38 ეროვნული საქმის გაკეთება. ხვალ ქალაქ ქუთაისში ჩამბრძანება ბატონ შალვა ნათელაშვილი მე მინდა ქუთათურებს მოუწოდო გამოვიდნენ, შეხვდნენ ამ ადამიანს, მოისმინონ პირადად მისგან თუ რას გააკეთებს ბატონ შალვას თამადობით ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია. მე კიდევ ერთხელ მინდა მიუბრუნდე ყველანი დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ვინც კვალიფიციური თუ ალაკვალიფიციური სუბიექტები, თითქმის ყველა ნამყოფია ხელისუფლებაში, თითქმის ყველა გამოცდილი ყავს. მე მინდა მოუწოდო იმ ამორჩეველს, რომელიც დღეს მზად არის მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი. ნუ შეშინდებით, ნუ გაიყიდებით, მიეცით ხმა ლეიბორისტულ პარტიას და ჩვენ გადაგარჩენთ. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ პირდაპირ ეთერში იყო აირექსის ჯიმედია პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი წინასაარჩევნო დებატების შესახებ არჩევნები 2012. ჩვენი დღევანდელი თემა გახლდათ არჩევნები და შრომითი უფლებები. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს მომავალში. დებატები გაგრძელდება და 11 სექტემბერს ჩვენი თემა იქნება რეგიონების განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა. იმედია თქვენ ისევ მობრძანდებით პირდაპირ ეთერში და გექნებათ საშუალება მაყურებლის წინაშე წარსდგეთ და გააკეთოთ თქვენი დასკვნები. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის.